ჩემ ძავს ვექცევ ისე როგორც სჭირდება და არ ვექცევ ისე როგორც მე წარმომიდგენია რომ უნდა ვექცევდე. სამწუხაროდ ჩვენმა წინა თაობამ არ გაგუზარდა ისე რომ ცხოველი ყვარებოდა. როგორც ვექცევით ისეთივე ემოციური ინტელექტი გვაქვს. რას ცვლის ბავშვის ცხოვრებაში ძაღლი და რა უნარებს მატებს? ბავშვს თუ ძაღლთან შეხება აქვს პატარაობიდანვე მისი იმუნიტეტი უფრო და უფრო ყალიბდება. ჩვენ არ გვესმის რომ ძაღლია რომ ოჯახის წევრი. ჩვენ გონია რომ ეს არის აქსესუარი. ბავშვი 5 წლის ხდება რა და მე მგონი ძაღლი ხა ამისთვის კარგი იქნება და მოდი უყიდო. აი მანდარი ყველაზე დიდი პრობლემა. რაზე მეტყველებს ცხოველების მიმართ ძალადობა ადამიანის ფსიქიკაზე? ცხოველები რო დღეს ცუდ დღეში არიან, ცხოველთა მოყვარულების დიდი დამსახურება მათ შორის, იმიტომ რომ აგრესიას თესავენ. მიუსაფარი ძაღლების პრობლემა დგას მთელ მსოფლიოში და დაახლოებით 200 მილიონამდე მიუსაფარი ძაღლი ყოფილა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ქვეყნის სირცხვილია ის რომ კანონმა უნდა განგვისაზღვროს როგორ მოვექცეთ ცხოველს. ძაღლი ჩვენ არ გვირჩევს, ძაღლს ჩვენ ვირჩევთ. შენ ვალდებული ხარ იზრუნო მასზე, ვინც მოიშინაურე. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Nini Talks podcast. ეს არის ადგილი, სადაც დაგვხდება საუბრები განათლებაზე, ფსიქოლოგიასა და ცვლილებებზე. მე კი მისი ავტორი ნინი კახლა ვარ. დღევანდელი ეპიზოდი სხვა ეპიზოდებისგან ცოტათი განსხვავებული იქნება და ალბათ მე შემატყობთ სახეზე, რომ ისეთ თემებზე უნდა ვისაუბროთ, რაც პირადად ჩემთვის არის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ბევრი მსმენელი თუ მაყურებელი დაინტერესდება ამ ეპიზოდით. მანამდე სანამ ჩემ თემას და ჩემს სტუმარს წარგიდგენდეთ, უნდა გითხრათ, რომ Nini Talks podcast-ის გენერალური მხარდამჭერი გახლავთ ALTE უნივერსიტეტი. ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ მიწვდეთ ახალ სიმაღლებს. დღევანდელი პოდკასტში ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს 4 ფეხა მეგობრებზე, ძაღლებზე, როგორ მოუაროთ მათ, რამხელა პასუხისმგებლობაა ზოგადად ძაღლის პატრონობა, როგორ უნდა მოვიმზადოთ ძაღლისათვის და ზოგადად ასევე ვისაუბრებთ საკმაოდ საინტერესო თემებზე და აქტუალურ თემებზე, როგორიც არის მიუსაფარი ძაღლები და ვფიქრობ, რომ ეს თემა ძალიან ბევრ ადამიანს დაგაინტერესებთ. მანამდე კი უნდა წარგიდგინოთ ჩვენი სტუმარი, ეს გახლავთ პაატა წამალაშვილი. შეიძლება ბევრი 4 ფეხა მეგობრის პატრონი იცნობთ მას უკვე ვიდეო ბლოგებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ პაატა მუდმივად გვიზიარებს საინტერესო ინფორმაციებს მისი ვიდეოების საშუალებით და დიდი მადლობა პაატა, რომ დღეს გვესტუმრეთ თქვენს მეგობართან ერთად, რომელიც აუცილებლად უნდა გაგვაცნოთ პირველ რიგში. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს არის პაუ, ინგლისური სეტერი. 4 წელია უკვე ჩემთან არის და ახლა ხანს გახდა 5 წლის. ძალიან სასიამოვნოა. ჩემი მეგობრებიც რომ გაგაცნოთ, მეგობრებო, ეს გახლავთ ჩემი პატარა ჩიხუახუა ფოტინე. ხო, ეს ჩემი მეორე ჩიხუახუა გუნდა, რომელსაც ალბათ მიხვდებით რატომ ქვია ეს სახელი და იმედი მაქვს, რომ დღეს ჩვენი მეგობრებიც ისიამოვნებენ ამ ეპიზოდით. აი იმას სიამოვნებ ჯერ არაფერი ეთყობა, ხო, მაგრამ ცოტა მეგობრებო ისე გვიკავია, რომ არ დაწყვიტონ ერთმანეთი და იმედი მაქვს, რომ თან ისე მშვიდობიანად ჩაივლის დღევანდელი პოდკასტი. დავიწყოთ მოდი მაშინ ზოგადი საუბრით, ვისაუბროთ ძაღლებისა და ადამიანების ურთიერთობაზე. ძაღლი გარდა იმისა, რომ არის ჩვენი 4 ფეხა მეგობარი, ამასთანავე რადიკალურად ცვლის ჩვენ ცხოვრებას. სახლში მოყვანის პირველივე დღიდან გარკვეული ცვლილებები არის ჩვენს ქცევაში, რუტინაში და მოდი ამ ცვლილებებზე რომ ვისაუბროთ, რასთან ასოცირდება ზოგადად ძაღლის პატრონობა, მშობლობა. კი. პირველ რიგში ოჯახის ახალი წევრის მიღებასთან ასოცირდება, ეტყო გაიგო და ოჯახის ახალი წევრი შემოყავს აბსოლუტურად იგივენაირად, როგორც თქვა შეიძლება პატარა ბავშვი შემოვიყვანოთ ოჯახში, ან არ ვიცი, ადამიანი ჩაგვისახლდეს, ასე რომ თქვა, იმიტომ რომ ამათ თავიანთი ჩათვალეთ, რომ პიროვნება აქვთ, თავიანთი ინდივიდუალიზმი აქვთ და ჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანმა შეგნებით ასე ვთქვათ, თვითონ მოერგოს რას გარკვეულ დეტალებს ოჯახში, მაგრამ ესენი მაგას ვერ მოახერხებენ. იმდენად ვერა, როგორც ჩვენ შეგვიძლია. ამიტომ დაგვჭირდება, რომ ამათ მოვარგოთ გარკვეულ დეტალები. მოდი აქ, მოდი. არ შეგჭამოს ერთ. ეს შეიძლება იყოს სახლის სიტუაცია, შეიძლება იყოს ეზოს სიტუაცია. აბსოლუტურად ინდივიდუალურია, გააჩნია ჯიშს, გააჩნია ბეწვს, გააჩნია ბეწვი იქნება თუ თმა, მაგასაც გააჩნია და არსებობს უამრავი რუტინული საკითხი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ ხოლმე. პირველ რიგში კვება. ცხადია. გრუმინგი მათ შორის, დეჰელმინთიზაცია, იგივე ვინც არიცით ჭიებზე აქ საუბარი. აცრები წელიწადში ერთხელ და რეალურად ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ არიან. როგორც ახლა პატარა ბავშვია აუცილებლად ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშ, ისე ესენი. 2 წლის ბავშვის ჭკუა აქვთ, რა ქნა. ეგეთები არიან და ინსტინქტებით მოქმედებენ.
ჩვენც გვჭირდება რომ ეგრე მიუდგეთ აუცილებლად. კი ბატონო, თუმცა ეს პატარა არსებები ძალიან დიდ ცვლილებებს იწვევენ უშუალოდ ჩვენ ფსიქოლოგიაში და ძალიან ბევრ ახალ უნარით გვამდიდრებენ. მოდი ვისაუბროთ ამ ნაწილზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კვლევა ადასტურებს, რომ ძაღლის ყოლა ადამიანში ემოციურ ინტელექტსაც კი ავითარებს. და აი ამ თემას რო შევეხოთ, აი პაუც წამოგვიწვა. ხო, პაუ მე მგონი რა თავისი სხეულის ენდურად ახმება ხოლმე. კი ბატონო, კი. ემოციურ ინტელექტსაც კი არა, პირველ რიგში ემოციურ ინტელექტს ავითარებს. ძაღლი რა არსებაა? შეიძლება რაღაც დარბის თამაშობს, კბილები აქვს და შემდეგ, მაგრამ ეს არის უმწეო არსება. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს და რატო არის უმწეო? არსებას რასაც გინდა გაუკეთებ. როგორ ცუდადაც გინდა მოექცევი, ხა სიტყვაზე ვიძახი, რატომ მოვიქცევი ცუდად მე პირადად, ხო? მაგრამ ამ ქვეყანაში მაგის დეფიციტი სამწუხაროდ არ გვაქვს. როგორ ცუდადაც არ უნდა მოექცე, არ განგსჯის და თავს არ დაგესხმება, მაქსიმუმ თავი დაიცვას, ხო? ანუ მეორე წამს რომ მოეფერო, ისე ეყარები, როგორც მანამდე უყარხარ. მიმღებლობა აქვს. მიმღებლობა, ეგ არის უმწეობა, ეგ არის ჩვეულებრივად უმწეობა. წარმოგიდგინეთ, ასეთ მდგომარეობაში აბსოლუტურად ადამიანზეა დამოკიდებული, მას როგორ მოექცევა და რამდენად გაუვა მასთან კონკრეტული მოქმედებები, ხო? ხო და თუ ჩვენზეა დამოკიდებული და თუ ბარიერი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეგნებაა, როგორც ვექცევით, ისეთივე ემოციური ინტელექტი გვაქვს და მე გარშემო ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც ძაღლი არ უყვარდა და ზუსტად მაგ მიდგომის გამო ასე თქვა, ძაღლმა კი არა აიძულა რომ ემოციური ინტელექტი განევითარებინათ. ძაღლმა გააღვიძა მათში. და რატო გააღვიძა? იმიტომ რომ უნდა თქვა პირდაპირ სამწუხაროდ ჩვენმა წინა თაობამ არ გაგუზარდა ისე, რომ ცხოველი ყვარებოდა და აქ ცხოველზეც არ არის საქმე. აქ საუბარია არსებაზე, რომელსაც როგორც გითხარით არ შეუძლია რაღაც გარკვეულ საკითხებში წინააღმდეგობა გაგვიწიოს ჩვენზე დამოკიდებული მისი კეთილდღეობა. აი ეს კარგი ფრაზა აქვს ხოლმე გვაქვს, ვკაცრავ ცხოველთა მოყვარულებს. შენ ვალდებული ხარ იზრუნო მასზე, ვინც მოიშინა. კი, სანტეგზიუპერის ეს ცნობილი ფრაზა პატარა პრინციდან. გარდა ამისა, მეც უნდა დავამატო ჩემი დაკვირვება, იმიტომ რომ მეც ბავშვობიდან გავიზარდე ისეთ გარემოში, სადაც ძაღლი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. და ვინაიდან და რადგანაც ძაღლთან მეც ყოველდღიურად გვაქვს არავერბალური კომუნიკაცია და რაღაცნაირად გვიწევს სხეულის ენის სწავლა, დაკვირვებული ვარ ჩემ თავზე, რომ აი მაგალითად გუნდა ან ფოტინე, როცა გამომხედავენ ზუსტად გრძნობ შიათ, წყალი უნდათ, გასეირნება უნდათ, ანუ რაღაცნაირად უკვე ის ინსტინქტი ჩამერთო, რომ ამ ემოციურ დონეზე თვალებით კონტაქტით უკვე ვხვდები რა უნდა და ეს ძალიან დიდი უნარი არის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს რეალურ ცხოვრებაში რო გადმოვიტანოთ, ადამიანურ ურთიერთობაში რო გადმოვიტანოთ, ემოციური ინტელექტი რეალურად რა არის? ემპათია. როდესაც ადამიანმა შეიძლება არ გითხრას, რომ ცუდად ვარ, მაგრამ რაღაცნაირად მიხვდე, ხო? და ეს პატარა არსებები მგონია, რომ ძალიან კარგად მოქმედებენ ჩვენზე. ასევე მინდა ვისაუბროთ ამასთან დაკავშირებითაც გარკვეული კვლევები არსებობს, რომ ძაღლები ზოგადად ემოციურ რეგულაციაში გვეხმარებიან, აი სტრესის დონეს ამცირებენ და შფოთვის დონესაც ცოტა გვიწევენ. ამაზეც რო ვისაუბროთ, რაიმე კვლევა, რაიმე საინტერესო სიახლე რო გაგვიზიაროთ ამასთან დაკავშირებით. არის ეგეთი ორგანიზაცია ამერიკული Kennel Club. American Kennel Club ესე რომ ეგეც არის, არსებობს ოქსფორდის უნივერსიტეტის კინოლოგიური კვლევართა ჯგუფი და რავი თითქმის ნებისმიერ დიდ უნივერსიტეტში მსგავსი კინოლოგიური კვლევები ტარდება ხოლმე. ვიდეოს რო ვდებ, სიმართლე გითხრათ, ამ კვლევებს ყოველთვის ვეცნობი, იმიტომ რომ ერთია დაგუგლო, მეორეა ChatGPT-ს კითხო და მესამეა რომ უშუალოდ კვლევებს გაეცნო, რომელიც არ არის დაფუძნებული უბრალოდ რაღაც ლოგიკაზე და დაფუძნებულია რაღაც გრძელვადიან გამოკვლევაზე. კი, ადამიანების ემოციებზე რა თქმა უნდა მოქმედებენ, იმიტომ რომ მენტალური დაავადებების განვითარებაზე აქვს მოკლედ თავიანთი გავლენა, რამდენად შეიძლება არ განვითარდეს და ამ კვლევამ რაღაცა შეფარდება კი არ აჩვენა, რომ თქვათ ვიღაცას ქონდა და ვიღაცას არ ქონდა. თუ არ ვწდები, ხა ზუსტი ციფრი არ მახსოვს, მგონი იყო 9 1-თან. მე მგონი 10 ადამიანი თუ 15 თუ 14 1-თან. ნუ ის ერთი რო იყო და დანარჩენი აბსოლუტური უმრავლესობა რო იყო, ეს ნამდვილად მახსოვს, იმიტომ რომ მოკლედ როგორც ვიცი, თინეიჯერები ბავშვები კონტაქტობდნენ ქუჩის მიუსაფარებთან და თავშესაფრის მიუსაფარებთან და ზრუნავდნენ მათზე, აჭმევდნენ, ბანდნენ და ასე შემდეგ და ამან ჩამოაყალიბა ზუსტად ეგეთი მდგრადი ნერვული სისტემა, რომელიც მენტალურ დაავადებებს ეს უხეშად რო თქვა უძლებს. კი. შესაბამისად კი, რა თქმა უნდა, ჩვენ ემოციებზე თავისი გავლენა აქვს. მე ვიცნობ ადამიანს ხოთა შორის, რომელსაც ორმა ძაღლმა ალესკური მალამუტები ყავთ, ოჯახის წევრების ღმერთად დაიფაროს ყველა.
ოჯახის წევრების გარდაცვალება გადაატანინა. ხო, როგორ გადაგატანინებს ძაღლი მსგავს სტრესს, ხო? იგივე ზოგადად სტრესი რო გქონდეს. ეს ვინ არის? ღუნღულა ბეწვიანი არსება, უნდა მოუვარო, აჭამო. შემოგციცინებს, გიყურებს. ხელი რო გაუშვა თაც დამადებს მომეფერო, ან რაღაც ეგეც იზამს, ხო? რა უნდა თამათ? ჩვენ მჭირდებით, ხოლო ჩვენ ხო არაფერი არ ჭირდებათ, ხოლო ჩვენ მჭირდებით. ხო და ამათი მოულა, რა თქმა უნდა, მაგ ყველაფერს აყალიბებს. ანუ ფიზიკურად შეუძლებელია სხვანაირად. ჩვენზეა დამოკიდებული, მაგ მხრივ როგორ ინტერპრეტირდებით. ჩვენზეა დამოკიდებული ინტერპრეტაციას როგორ მივცემთ მაგას. კი ბატონო. ძალიან ცნობილი ფაქტი არის ასევე, რომ ძაღლებთან ურთიერთობა ზოგადად სტრესის ჰორმონს კორტიზოლს წევს დაბლა და პირიქით ამ ბედნიერების ჰორმონს სეროტონინს და დოპამინს ძალიან ესე მაღლა გვიწევს და ეს ძალიან ცნობილი ფაქტი არის და ასევე მინდა თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, რამდენად გრძნობენ ძაღლები ჩვენს ემოციებს, აი როგორ განწყობაზე ვარ, ჩვენი ემოციური მდგომარეობა თუ გადადის მოკლედ ძაღლებზე. აი, ეგ არის ყველაზე კარგი კითხვა, რაც შეიძლება ძაღლებზე დაისვას ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამათი ჩვენი საორიენტაციო სისტემა რა არის? მხედველობა. პირველი არის მხედველობა, ხო? ამათი არის ყნოსო. ესენი მოქმედებენ ყნოსით. ოღონდ ეხლა ამათი ყნოსო, უბრალოდ ყნოსო არ არის. მე მაგას სუპერ ძალას დავარქმევდი, იმიტომ რომ ჩვენზე 40-ჯერ უფრო მძაფრი ყნოსო აქვთ. ფერომონები ხო ვიცით რაც არის, არა? წარმოიდგინეთ ჩვენი ენდოკრინული სისტემის გავლენით ხო კონკრეტული ფერომონები წარმოიქმნება ჩვენ კანზე. ჩვენ მაგის ნუ სასწრაფო ვერ გავიგებთ, ხო? ესენი გრძნობენ. და ამათ ევოლუციის შედეგად აქვს ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, განსხვავების უნარი, ანუ შეძლო განსხვავება, რა არის სტრესის გამომწვევი ფერომონი, გამომწვევი კი არა და სტრესი რომელ ფერომონს ქმნის, რომელ ფერომონს ქმნის სიხარული, რომელ ფერომონს ქმნის დაძაბვა. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ხშირად აი განსაკუთრებით ადრენალინის შედეგად გამოწვეული ფერომონი ამათთვის ვერ აღიქმება რაღაცა განსხვავებულად. იმას თუ თან არ ახლავს კიდე სხვა ფერომონები, ასე რომ ვთქვათ. მაგალითად სიხარულის, მაგალითად სევდის და ასე შემდეგ. მაგხრი პატრონებს მაგალითად გმართებს, რომ უკვე იწევენ რაც თქვით, სხეულის ენას დავაკვირდეთ ხოლმე. აი მაგალითად მე ვარ გახარებული, ხო? ჩემმა ადრენალინმა გამომიშავა ფერომონები. ეს ამას ხვდება. თვითონაც აუცილებლად აირეკლავს ამას, იმიტომ რომ ეს ჩემზეა დამოკიდებული. მე მისთვის ვარ ხროვის ალფა. და ზოგადად პატრონი ალფა შეიძლება არ იყოს, მაგრამ მისი ხროვის ნაწილია, ანუ მგლის ხრობით რო ცხოვრობ და ხროვა ვართ ჩვენ მათთვის ახლა როგორც მგლის წინაპარი არის მაინც რაღაც მომენტში. ხო, მგელი არის, მოკლედ ძაღლის წინაპარი და კი, ხროვა ცხოვრობდა თავის დროზე და ხროვის წევრსაც ესე უდგება და ალფას განსაკუთრებით ესე უდგება, მასეა დამოკიდებული. ხო და წეღან რაც ვთქვი, მე რომ ადრენალინის შედეგად ეხა სიხარული გამოვიწვი, ანუ მე რომ მიხაროდეს, ეს რაღაც აცანცარდება, რაღაცნაირად იგრძნობს ამას. მე მივხვდები შეიძლება თვალები გაუფართო და შეიძლება კუდი გააკიცინოს, ყურები აწიოს, მაგრამ არის მომენტები, რომ მე, როგორ გითხრათ, სიხარული იმდენად მკვეთრი მქონდეს, ადრენალინი იმდენად ამეწიოს, რომ ამან განსხვავება ვერ დაინახოს, ვერ იგრძნოს ყნოსვით, მე მიხარია თუ მე გაბრაზებული ვარ და თქვათ რაღაცა საბრძოლოდ ვემზადები მის ინტერპრეტაციით ან რაღაცა მსგავსი. ამ დროს ჩვენ გვმართებს რომ მიუდგეთ კონკრეტულად მათი ინდივიდუალური მდგომარეობა ვიცოდეთ. ანუ რეალურად ჩვენ ვართ ძაღლების ემოციური სარკე. ანუ ჩვენს ემოციებს ირეკლავენ მაქსიმალურად. ძალიან საინტერესოა. და მაგაზე თუ შეიძლება ეთერით ვისარგებლებ, მინდა ერთი რაღაც თქვა, რომ ეს თუ კარგად ესმის პატრონს, მაშინ ისიც უნდა გაიგოს აუცილებლად, რომ ძაღლი როცა ნერვიულობს, ან ჩვენ როცა ნერვიულობთ, აი მან უშვებთ ხოლმე შეცდომას, აი მაგათად პაუს რო რაღაცა წუხებდეს და მე რო ნერვიულობდე და მე რო ძალიან ემოციებს გამოვხატავდე, ეს ამ მადლიერებას კი არ გამოხატავს მაგაზე. ეს არის ცეცხლზე ნავთის დასმა. ექსტრა სტრესორი არის ძაღლისთვის. ხო, ეს ინსტინქტებით მოქმედი არსება ხო ვერ განსაზღვრავს არა, მე რეალურად მისკენ ვარ და მასზე ნერვიულობ და მინდა რომ კარგად გახდეს. ამისთვის ჩემი ფერომონებია გადამწყვეტი და ვერ ხვდება მაგას. და თავის სტრესს კიდე სტრესი ემატება და ადამიანებს თუ გვესმის რომ ესენი სუნით გრძნობენ ჩვენ ემოციებს და მაგ მხრივ როგორც აღვწერე ალბათ ცოტა ემოციებს უნდა დაუწიოთ ხოლმე მათთან მიმართებაში და ცოტა მათი მდგომარეობა დავაპრიორიტეტოთ ვიდრე ჩვენ. ხადია კი, ეგ ძალიან კარგი რჩევა, იმიტომ რომ მეც ბევრჯერ დამიჭირავს ჩემი თავი, როდესაც აი რომელიმე ძაღლი მყავს ცუდად, აი იმ დღეს მეც ისე განადგურებული ვარ, აი თუ არ ჭამა, მეც ცუდად ვარ იმ დღეს და ეს სტრესი რეალურად გადადის და მართლა პატარა ბავშვები არიან რეალურად, რომელსაც ესე გაფრთხილება. ხმაზე რეაგირება გიცდიათ? თქვენ ხმაზე, კონკრეტულ ხმაზე როგორ რეაგირებს? არა სხვათა შორის. გაჩვენოთ ახლა ამან. საინტერესო იქნება. აი უყურეთ ახლა ხომ მშვიდად წევს. მე მშვიდად ლაპარაკობ. პაუ ნახე?
ხო, არა, რა გავაკეთე, ხო, არაფერი. უბრალოდ ხმის ტემბრი შევცვალე, ხმაზეც რეაგირებს. ეხლა ამისთვის ეს იყო ინდიკატორი, რომ აქ რაღაცა მოსაძებნი, რაღაცა მოსანადირებელი და ეგრევე წამო. არა, შვიდად. დაჯექი? ეხლა შვიდად უთხარი და დაჯდა. ანუ რეალურად მართლა ყველაფერს გრძნობენ. ყველაფერს ხმის გრძნობენ, ტემპსაც, ემოციებს, გამოხედვასაც. აი მესამე მყავს ის სახლში და ზუსტად გრძნობს, დარწმუნებული ვარ, აი როგორი სახითაც გავხედავ, ისე იქცევა. თუ გაბრაზებული ვარ და რაღაცა ცოტა მკაცრი სახით გავხედე, მე ცოტა დივერსიების მოწყობა იცის სახლში და შურის ძიება და აი მართლა აი რომ გგონია რომ აი ცხოველია ხო რეალურად როგორ უნდა ხვდებოდეს ეს ამდენ რაღაცას, მაგრამ ესეთი ტყვიანები თქვენთვის სამყაროს ცენტრი ხო თქვენივე თავია. რა თქმა უნდა. მაგათვისაც თქვენ ხართ. ხო. ამაშია საქმე. ამიტომაც ეს ახლა ეს ტრაცებს მაგით ვაკეთებ. მართლა ნუ. საკუთარ თავზე წინ მაყენებს და ეგენიც თქვენ საკუთარ თავზე წინ გაყენებენ. ოღონდ ეს მათი კეთილნება არ არის, მათი ინსტინქტია ზოგადად ესეთი არსებები არიან და ესე იქცევია. საინტერესო. მოდი ახლა ვისაუბროთ ჩვენი პოდკასტი რადგან მაინც ეთმობა განათლებას და ფსიქოლოგიას და ბავშვებზეც ხშირად ვსაუბრობთ. აუცილებლად ერთი ბლოკი უნდა დაუთმოთ ზოგადად ბავშვებისა და ძაღლების ურთიერთობას. როგორც გითხარით მე გავიზარდე გარემოში, სადაც ანუ არ მახსოვს, ანუ წვეტაც კი არ ყოფილა, რომ ძაღლი არ მყოლო და ორი ძაღლი მაინც სულ მყავდა სახლში და ვფიქრობ, რომ ამან რაღაცნაირად ჩემი ხასიათის, ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში გარკვეული სასიკეთო ცვლილებები შეიტანა. და მეტად უფრო შეიძლება ჰუმანური ვარ რაღაც რიგი საკითხების მიმართ. ვისაუბროთ ზოგადად, რას ცვლის ბავშვის ცხოვრებაში ძაღლი და რა უნარებს მატებს ძაღლი ბავშვს. წარმოიდგინეთ ორი ბავშვი. ერთ ბავშვს ჩვენ ვასწავლით რაღაც ბარიერებს, რომ აი ეს არ შეიძლება, ეს შეიძლება. რაღაცა სწორი მორალით რომ გავზარდოთ ბავშვი, ხო? მაგრამ წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც პირდაპირ მივცემთ ძაღლთან ურთიერთობის საშუალებას. სიტყვაზე ვიძახი და არ ვეტყვით. ბარიერები სად უნდა აღმართოს, რომ სწორი მორალით გაიზარდოს და იმოქმედოს, ხო? აბსოლუტურად მასზე იქნება დამოკიდებული ამათ როგორ მოექცევა და ზოგადად როგორ მოიქცევა. წარმოიდგინეთ ახლა რას გააკეთებს, ხო? ჩვეულებრივი ნიუტონის კანონიც კი ქმედება იწვევს უკუქმედებას, ხო? ამათი კონკრეტული მდგომარეობა გამოიწვევს ბავშვის კონკრეტულ მოქმედებას, ხო? ასე თქვა და გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ბავშვს აუცილებლად ჩამოუყალიბდება, რომ ის არის არსება, რომლის კეთილდღეობაც მასზეა დამოკიდებული, რომლის სიხარულიც მასზეა დამოკიდებული. და მათ შორის ცუდად ყოფნაც. ბავშვს ჩამოუყალიბდება, რომ ამას სჭირდება გამოკვება. ჩამოუყალიბდება, რომ რაღაც დრო უნდა გათვალოს, როცა ამას დასჭირდება წამალი, ხო ესეა. და ნებისმიერი რაღაც გარკვეულ რეჟიმში ბავშვი თვითონ ამყოფებს ძაღლს, ხო? და წარმოიდგინეთ ახლა ეს რომ გაიზრდება, აუცილებლად ის ხო არ არის, რომ ძაღლზე იყოს დამოკიდებული და ძაღლი იყოს ობიექტი, ხო? ზოგადად ობიექტთან კონკრეტული დამოკიდება, იგივე ემოციური ინტელექტს ვერ გავიქცევით, ხო? კი, ცხადია, აქ ბავშვებიდან ყალიბდება, ესეც ცხადია. კი, მაგას ვერ გავექცევით და ამ ბავშვს კონკრეტული ობიექტის და არა მარტო კონკრეტული ობიექტის მიმართ უყალიბდება ესეთი მზრუნველი დამოკიდებულება და თუ სწორად მიუდგები და ჩვენ ცოტა ხელს აუკრავთ. ძაღლთან სწორი დამოკიდებულება რას გამოიწვევს, იცით? ქუჩაში თავიზე სუსტს არ დაჩაგრავს, იმიტომ რომ იცის, რომ ესეც მასზე სუსტია და ამას შესაბამისად ექცევა. არ დაჩაგრავს სუსტს. არ დაჩაგრავს მიუსაფარს იგივე, რაც დღესდღეობით დიდი პრობლემაა. ამაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად. და ეს მშობლებზე ბევრია დამოკიდებული, იმიტომ რომ მე ჩემ მშობლებს რა თქმა უნდა არ გაუზრდიო ეგრე, მაგრამ ჩემს გარშემო მშობლები რას გვეუბნებოდნენ? მე 90-იანებში დაბადებული ვარ და რას გვეუბნებოდნენ ბავშვობაში, ხო? ის ძაღლია და გიკმენს არ მიხვიდე. არა ალოკინოა, ხელი არ მოკიდო ბინძურია და რა საჭმელს რო გვაჭმევდნენ. აბა თუ არ შეჭამ ძაღლი გიკმენს და რაღაცა ესეთი დამოკიდებულება იყო ცხოველების მიმართ და რატო იყო ხო ისინი კიდევ უარესად გაზარდეს ხო ესეა ხო და ჩემი თაობის ფსიქოლოგიაში არ ჩამოყალიბდა მათ მიმართ ემოციური ინტელექტის მდგრადობა არა და რა ემოციური ინტელექტი ხო თავზე ვერ დაგეცემა, უნდა გამოიმუშაო რაღაც ქცევებით, კი. გამოუშვა. მე მგონია რომ ეს კი უნდა გამოუშვა, უნდა გამოუშვა ემოციური ინტელექტი და თვალსაწიერი თუ შესაბამისი არ გაქვს, ვერ გამოუშვებ ისე როგორც საჭიროა. და თვალსაწიერი ბავშვობაში ვინ უნდა უზრუნველყოს? ერთი გარემო, მეორე მშობლებმა. იქ ახლა სკოლაზე და დანარჩენებზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ ალბათ ვინც უნდა განაპირობოს ეს არის მშობელი და ბავშვთან მიმართებაში სწორი მიდგომა, აი ზუსტად ამათთან მიმართებაში სწორი მიდგომა, რომ ბავშვი სწორად მიუდგეს, მას ჩამოყალიბებს აუცილებლად. ხო მე ჩემ შვილთან, აუცილებლად ჩემ მომავალ შვილთან აუცილებლად ვიმუშავებ მაგ საკითხზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ მზრუნველი იქნება ძაღლის მიმართ, იგივე კატის მიმართ და ზოგადად ცხოველების მიმართ.
აუცი, ვერ გავუბივართ ემოციური ინტელექტს, მოკლედ რა ეგ ჩამოყალიბდება. ემოციური ინტელექტი ამ დროს ჩემი აზრით ბავშვი პირველად ხდება, რომ მის ირგვლივ არტრიალებს სამყარო, იმიტომ რომ ბავშვებს მაინც ამასაკში ახასიათებს ეგოცენტრიზმი და უკვე სწავლობს რაღაცნაირად პასუხისმგებლობის აღებას, ზრუნვას, ყურადღების გადანაწილებას და ასევე დისციპლინასაც, იმიტომ რომ მოდი ვთქვათ, რომ ძაღლის ყოლა დიდ პასუხისმგებლობასთანაც ასოცირდება. თუმცა ამ თემაზე ცოტა მოგვიანებით, ჩემეული ასე ვთქვათ, დაკვირვებები რო გაგიზიაროთ, ძაღლის ყოლა ასევე რაღაცნაირად ბავშვს ეხმარება ცოტა ვარდისფერი სათვალე მოიხსნას და ცხოვრებაში ადაპტირდეს იმ კუთხით, იმიტომ რომ მე როცა მახსენდება, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრავმა, რაც მიმიღია ამ ხნის განმავლობაში, იყო ჩემი ძაღლის გარდაცვალება. სულ ვიყავი მგონი 7-8 წლის, მაგრამ ამ ფაქტმა ძალიან ასე ვთქვათ მომახედა ცხოვრებისკენ და გავიაზრე, რომ შეიძლება რომ ჩემი საყვარელი ადამიანები და არსება ერთ დღეს დავკარგო. ეგ ძალიან ცუდი არის, რა თქმა უნდა. სასარგებლო სტრესი არის, კი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ბევრი გამოცდილება შემძინა კონკრეტულ ძაღლებთან ურთიერთობამ, თუნდაც ის, რომ აი ჩემ ძაღლს ლეკვები გაუჩნდა, თუნდაც რაღაცა ნებისმიერი მოვლენა მოკლედ, რაც ჩემ ძაღლს ეხებოდა, თუნდაც ეს გარდაცვალება, ფიქრობ, რომ მაინც გარკვეულწილად ბენეფიტური აღმოჩნდა, იმიტომ რომ რაღაცებთან გაგუებს და ხსნის ამ ვარდისფერ სათვალეს. გარდა ამისა, მე რამდენადაც ვიცი, ძაღლთან ურთიერთობა და თქვენც როგორც ექიმმა ასევე დამიდასტურეთ, ადამიანების ექიმი ვარ, ვეტერინარი არ ვარ. კი ბატონო, მაინც დაგვიდასტურეთ, რამდენად სწორი ინფორმაცია არის, რომ ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ძაღლების გარემოში, უფრო ნაკლები რისკი აქვთ ალერგიების განვითარების და ასთმის რისკის, იმიტომ რომ უფრო მედეგი, ასე ვთქვათ, იმუნიტეტი აქვს. და რისგან შეიძლება გამომდინარეობდეს ეს, ამაზეც რო ვისაუბროთ. ძალიან ელემენტარულია ეგ, იმუნიტეტს რა აყალიბებს. აი, ძალიან მარტივიანით ავხსნი. რაც ცუდია, იმასთან პატარ-პატარა ურთიერთობები აყალიბებს იმუნიტეტს. ხა ცუდი ძაღლი კი არ არის, მაგრამ ბეწვი აქვს და ხო, თლად არასტერილურ გარემოში. ხო, არა, რა თქმა უნდა, არასტერილურ გარემო კი არა, და გრუმინგი ახალი მოყვანილია და უკვე იმდენი მიკრობი აქვს, რომ ხო, მე არ მექნება შესაბამისი იმუნიტეტი და ეს რაღაცას დამმართებს, სიტყვაზე ვიძახი, მაგრამ ერთად დამიფაროს და ყველას ერთად დაიფაროს, რომ ეხა ეგეთი დაბალი იმუნიტეტი კონდეს, ხო? რა თქმა უნდა, რატო არის სოფელში მცხოვრები ბავშვები რატო არიან? მათი იმუნური სისტემა როგორც წესი რატო არის, ხო, უფრო მდგრადი. იმიტომ რომ ისინი სტერილურ გარემოში არ იზრდებიან და შეხება აქვთ ისეთ რაღაც ნივთებთან, იგივე თუნდაც არსებებთან, რომლებიც ახლა თლად ასევე თქვენი არ იყოს, სტერილურები მაინც არ არიან და. ხო, ამას მე მგონი დიდი გაშლას არ ჭირდება, კი, რა თქმა უნდა, ბავშვს თუ ძაღლთან შეხება აქვს, პატარაობიდანვე მისი იმუნიტეტი უფრო და უფრო ყალიბდება. უბრალოდ ხა იმას არ ნიშნავს რომ ხელები არ დავიბანო და ძაღლი არ დავბანოთ და რაც მიუშვათ და ტალახში ერთად ვაგორაოთ და ამ შემდეგ. ხო, თუმცა ეს არასტერილური გარემო, მეტნაკლებად არასტერილური გარემო, მაინც რაღაცნაირად ჩვენ ორგანიზმს აკაჟებს, ასე ვთქვათ და უფრო მედეგ იმუნიტეტსაც ქმნის. იცით რა არის? მაინც რახან შემეცნებითია თქვენი პოდკასტი. მაინც მგონია რომ მაქსიმალურად სტერილურობას უნდა მივაწვევთ ჭყალებში. იმიტომ რომ ხელები დაიბანეთ. ხო, არასტერილური გარემო გარშემო, რა ვიცი, მარტო საოპერაციოში ვიცი მე პირადად, ასე რომ თავისით მოხდება იმუნიტეტის ჩამოყალიბება, უბრალოდ რა ვიცი. დაანებეთ ამ ბავშვებს თავიდან, მოარიდებთ და ქუჩაში რო ხედავთ ძაღლს ნუ ეძახით რომ გამოიწია ძაღლია რაღაც მსგავს რაღაცებს დაანებეთ თავი და თქვენი შვილი ჯანმრთელიც იქნება და ბედნიერიც, მენტალური სისტემაც ჯანმრთელი ექნება და ფიზიკურიც. ეგ დამნიშნულოვანია. გარდა ამისა, საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ძაღლები, ეს ბოლოდროინდელი კვლევა და სხვა შორის რომ წავიკითხე, მე ძალიან გაოცებული ვიყავი, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აუტისტურ სპექტრის ბავშვების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მაინც არის ეს ემოციური ინტელექტი, თანაგრძნობა და რაღაც ეს ნაწილი რთული არის და შესაბამისად ძაღლები მათთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ძაღლები დაასწავლიან რაღაც სოციალურ უნარებს და ასევე ADHD-ის მქონე ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვისაც, იმიტომ რომ რეალურად ყურადღების დეფიციტი გულისხმობს იმას, რომ გვიჭირს რაღაცა რუტინის დაცვა, დისციპლინის დაცვა და ეს ქალბატონები და ვაჟბატონები ძალიან დიდ ყურადღებას და რუტინას მოითხოვენ, იმიტომ რომ სხვანაირად ფიზიკურად ვერ ვიქნებით მათთან ერთად. კარგი რაღაც თქვი და თუ შეიძლება ჩაგეძიებით რა. აუტიზმი და ADHD ახსენეთ, ხო ესეა. ორივეს ერთი საინტერესო რაღაც აერთიანებს, ხო, ერთ დეტალს გაუსამ ხაზს.
ადამიანებთან ურთიერთობის დროს საპასუხოდ რას იღებს სუბიექტი, ანუ პირობითად ADHD-ის მქონე და იგივე აუტიზმის კონკრეტული სპექტრის მქონე. რას იღებს ადამიანებისგან, ხო ესეა? რაღაცა კონკრეტულ დამოკიდებულებას. ხშირ შემთხვევაში მათი დაძაბვის საგანი ეგ არის. ნიშნულობა არ აქვს რაზეა საუბარი, ეხლა რა ხდება ძაღლთან. ნებისმიერ შემთხვევაში, მაგათად მე რო რაღაც ერთ-ერთი მქონდეს, კონკრეტული ადამიანისგან სადღაც ქვეცნობიერულად რაღაც საკითხზე ან განსჯას ველოდები, ჭყალებში ვიძახი, ან განსჯას ველოდები, ან რაღაც ისეთ ქმედებას, რომელიც ჩემს მყუდროებას არ ღვევს. მაგრამ იმიტომ რომ ისიც სუბიექტია რაღაც მხრივ, მაგრამ ესენი როგორც წესი ობიექტები არიან. ამათი სუბიექტურობა გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ ინსტინქტებით. ანუ აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი და ზოგადად ადამიანი იგივე ADHD-ის მქონე პიროვნება ამათან ურთიერთობაში მაგ მხრივ ასე ვთქვათ გაექცევა ხოლმე აი ამ წნეხს რაც შეიძლება რომ ადამიანებისგან მოდიოდეს და რატო არის ხა ამათან ურთიერთობა საბოლოო ჯამში მათი ფსიქიკა ეჩვევა ობიექტთან ურთიერთობა სადაც ცოტათი სუბიექტი მაინც სადაც გამოვლინდება ხოლმე და მე ადამიანებთან ურთიერთობაზე რა თქმა უნდა ისახება ნელ-ნელა იქაც გადადის და ეჩვევა ხოლმე კი ძალიან საინტერესო არის და ნუ საბოლოო ჯამში მაინც ისიც სამნიშნულოვანი არის რა აღვნიშნოთ რომ ძაღლები მაინც რაღაც მომენტში გვიბიძგებენ ჯანსაღი ცხოვრებისკენ იმიტომ რომ გასეირნება უნდა ყოველ დღე და მინიმუმ 1 საათი მაინც საჭიროა მათთან ერთად სეირნება და ესე ნელ-ნელა შეიძლება რომ ჯანსაღი ცხოვრებაც კი და რაღაცა ეს წესები დავგეგმოთ და რაღაცა შევიჩვიოთ ამ წესებს. ცივილიზებულ სამყაროზე ვსაუბრობთ, თქო, ჩვენ სადაც ძალს კი გასეირნება ჭირდება და ბოდიშთა მოსასაქმებლად გაყვანა არა. თუ ვინმე მიყურებთ, ვინც ეგ არის, ცოდით, ეხლა იცოდით. საინტერესო ინფორმაცია. კი ბატონო. ასევე მოდი რადგან ბავშვებზე ვსაუბრობთ, ისიც აღვნიშნოთ, რომ ძაღლებისთვის აქვს თუ არა მნიშვნელობა, ზრდასრულთან აქვს ურთიერთობა თუ ბავშვთან, ანუ რაღაცნაირად დიფერენცირებას ახდენენ ურთიერთობის პროცესში, იმიტომ რომ ვიდეოებში რაც გვინახავს აი YouTube-ში დიდი ძაღლები რო პატარა ჩვილ ბავშვებს რაღაცნაირად უვლიან, ეს მითი არის თუ გარკვეულ რეალობასთანაც არის დაკავშირებული? აბსოლუტურად, ანუ თვითონ როგორ აღიქვამენ რა განსხვავების საკითხი. ენდოკრინული სისტემა და ფერომონები აქვს ისევ და ის. ზრდასრულის მოდი შენ მაინც აქ და გლიჯოს მაგან. სად ზრდასრულის ფსიქიკა და სად ბავშვის ფსიქიკა. ბავშვი ბევრად უფრო ლაღია რა. ასე ვთქვათ, ჩვენ რაღაცას რო დავინახავთ, შეიძლება ჩვენმა პირობითმა რეფლექსმა გვაიძულოს რომ გამოიყოს იგივე კორტიზოლი. მაგრამ ბავშვს ეს ყველაფერი როგორც წესი ჯერ ნანახი არ აქვს. მის ორგანიზმში კორტიზოლის გამოყოფა არც ისე ინტენსიურია როგორც დიდის ორგანიზმში. კი. და ან შეიძლება საერთოდაც არ იყოს აი ამ იმ მომენტში შეიძლება საერთოდ არ ფიქსირდებოდა სიტყვაზე ვიძახი. ხო და ესენი ვერ გრძნობენ სუნს, სადაც ამათ თავდაცვითი რეფლექსი ჩაერთვება. ანუ აი ნახეთ ხა უცხო ძაღლია ხო სიტყვაზე პაულ. თქვენ რაღაცაზე დაიძაბეთ, ხო? თქვენი კორტიზოლი გამოიყო, ხო? ეს ამას ხო სუნით მიხვდება. რაღაც დონეზე შინაგანად მაინც, ხო? დაიძაბე, მაგრამ თქვენ რომ ბავშვი იყოთ, ხო? ვერაფერი ვერ გიბიძგებთ, რომ კორტიზოლი გამოიყოს. ეს მშვიდად იქნება და რატო? იმიტომ რომ ერთი მოქმედება ამისთვის იქნება რაღაცა თავდაცვის ინდიკატორი, იმიტომ რომ თქვენ სუბიექტი ხართ მისთვის, მეორე ვერ იქნება, იმიტომ რომ იქ არაფერი არ ხდება. იქ წინაპირობა არ არსებობს, სადაც ის ბავშვი თავს დაესხმება, ხო ხდებით? რაღაც შემთხვევას მოვყვები თუ შეიძლება. კი, რა თქმა უნდა. ჩემს დასყავს მალტეზე. მომიყოლია ეს ხოთა შორის, მაგრამ ადრე და კარგი ახალს თუ მოვყვები, იმიტომ რომ კარგი ინფორმაცია ბევრს გამოადგება. ჩემს დასყავს მალტეზე. ცოტა არასტაბილური ხასიათი აქვს. კი. პატარა ძაღლების სენი. ხო, გზნობიარები, ყველაფერი მათზე დიდია და არიან სულ თავდაცვით პოზიციაში არიან და არიან გზნობიარები და ისტრესებიან. ამ ძაღლს ხელი რომ მოკიდოთ, შეიძლება, კარგად არ დამთავრდეს, ანთიძე გიკმინოთ, სიტყვაზე ვიძახი რა, რასაც ვერ ვიტყვით პაუზე. არა, პაუზე პრობლემა ნამდვილად არ აქვს. აი, პატარა ძაღლებს აქვთ კი. ბორჯომში ვიყავით გაჩერებულები და ჩემს დასყავდა თოკით. და დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვთან მივიდა თვითონ. ამ ბავშვმა ეს ბავშვი არათუ ხელით შეეხო. დაიჭირა უკანა ფეხები, აი მუჭმუჭნა, ხმა არ გაუწია საერთოდ. შეიძლება ეს ჩავთვალოთ ახლა რაღაცა, ანუ პირველი რეაქცია იყო, ვახ ეს რა სასწაულია ვახსე. მაშინ ეგეთი რეაქცია მქონდა. როცა ზრდასრულების მიმართ საკმაოდ აგრესიულია. დიახ, მაგრამ მის მიმართ არ იყო. მოდი ახლა მე ავდექი და მიუდექი ცოტა უფრო მეცნიერულია, მან რა მოხდა. დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვი არის ლაღი. ჩვენ გვეცოდება, მაგრამ ის თავის ინტერპრეტაციით არის ლაღი. მას
მას არ ახასიათებს რომ ვიღაცები განსაჯოს. არ ახასიათებს რომ რაღაც ამ ისე დასტრეს. ნუ ყოველ შემთხვევაში იმ ბავშვს ეს არ ჭირდა. ხო და ბიბიმ, ჩემი დიზძახს ბიბი ქვია. ბიბიმ სუნით ვერ იგრძნო მისგან წამოსული საფრთხე. შესაბამისად, სადღაც შეიძლება დაიბნა კიდე, სადღაც უბრალოდ არაფერი არ ჩათვალა და საშუალება მისცა რომ ებურთავებინა ასე. არაფერი განსაკუთრებული მან არ მოხდა, მაგრამ იყო სიტუაცია ძალიან ლამაზი. კი, მართლა ძალიან კარგი ისტორია და დამაფიქრებელიც კი. ასევე მინდა გკითხოთ ესეთ რაღაცა. თუ არსებობს შემთხვევები, როდესაც ბავშვისთვის ძაღლი უბრალოდ არ არის კარგი გადაწყვეტილება, რომ იმ მშობელმა მოუყვანოს სახლში ძაღლი. კი. ალერგია, პირველი დარწმუნებული თქვენ ცელოდით, რომ ალერგიაზე იყო საუბარი. არ მოიყვანოს საერთოდ კი არა, პირველ ეტაპზე მაინც არ მოიყვანოს, იმიტომ რომ სადღაც ეგ ალერგია გვარდება. ნუ იშვიათ შემთხვევებში, ხა, ნუ ეს არ არის ძაღლები მიყვარს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ესენი გააღმერთეთ მეთქი, ხა, რაღაც მომენტში შეიძლება არ იყოს თავსებადი კონკრეტულ ბავშვთან. შეიძლება ნუ იმ ბავშვს ჰქონდეს რაღაც იგივე მენტალური დარღვევა. კი, უფრო ფსიქოლოგიურ ნაწილზე გავამახვილოთ ამ შემთხვევაში. სადაც ეს შეიძლება, ძაღლი შეიძლება იყოს ცოდო, ზოგადად ჩინაური ცხოველი შეიძლება იყოს ცოდო და ან საერთოდაც დაუთრიგეროს თავისი მდგომარეობა. ყოველ შემთხვევაში იქამდე არ ღირს, სანამ როგორ დაეცა. მენტალურად breakdown-ი იქნება. ყოველ შემთხვევაში იქამდე არ ღირს, სანამ ამ ბავშვის მდგომარეობას დაიღალე მგონი ჩვენი საუბრით. რაღაც სტაბილურ მდგომარეობამდე არ მივიღოთ. ძალიან საინტერესო. გარდა ამისა, ახლა ალბათ გვიყურებს ჩვენი მსმენელი თუ მაყურებელი გვისმენს და მოუნდათ ძაღლები, ძალიან საყვარლები, ძალიან კარგები არიან და გაუჩნდათ სურვილი, რომ აი ხვალ მოვიყვან სახლში ძაღლს, მაგრამ ერთი არის, რომ გვაქვს სურვილი, მეორე არის, რამდენად გვაქვს ამის მზაობა. ვისაუბროთ იმ პასუხისმგებლობებზე, რაც ძაღლის ყოლასთან ასოცირდება და აი როგორ უნდა მოვემზადოთ, სანამ ძაღლს მოვიყვანთ სახლში, ან რა შეკითხვები უნდა დაუსვათ ჩვენს თავს. ძალიან ბევრი შეკითხვა უნდა დაუსვათ, თუ საერთოდ გამოცდილება ჩეკლისტი. ძალიან ბევრი შეკითხვა უნდა დაუსვათ მართლა და მენტალურად მაგისთვის მზად უნდა ვიყოთ. აი მაგალითად, პირველი შეკითხვა რა არის, იცით? რისთვის მოვყავს ძაღლი? გვერდობით? მაშინ აღარ უნდა მოვიყვანოთ ძაღლი. აბა რისთვის ოჯახის წევრი გჭირდება? სადღაც ეგეც გასამართლებელია. აი კითხვა როგორ კი არა, კითხვა რატომ უნდა დაისვას ყოველთვის რა. იქ რა პირობები მაქვს მე რომ ეს კონკრეტული ძაღლი მყავდეს. იქ შეიძლება კითხვა დავს, აი როგორი ძაღლი მინდა, როგორი ძაღლი მომწონს. მარტივი გამოსავალია. არსებობს Google, არსებობს ChatGPT. ოღონდ ერთ საათში მაგ ამბავს ვერ გაიგებთ. უნდა დაждდეთ, დაგუგლოთ და სადაც პატარა კითხვა რო გაგიჩნდებათ, ის კითხვა კიდე ხელახლა უნდა შეატრიალოთ და თავისი ინტერპრეტაცია უნდა მიცეთ და კიდე უნდა დასვათ, ანუ დაუსრულებლად კითხვები უნდა დასვათ, იმიტომ რომ ძაღლები მყავს რა ვიცი ბავშვობიდან და ვიდეოებს ვაკეთებ, 700 ვიდეო დამიგროვდა, მაგრამ დღესაც ვეკითხები ChatGPT-საც და Google-საც რაღაცებს, იმიტომ რომ ეს არის ამოუწურავი თემა, იმიტომ ცოცხალი არსებები არიან და ამდენი არიან, ხო? პირველი ეგრო რატომ მოყავს? რატომ გვინდა ანუ ეს არის ეგოისტური გადაწყვეტილება თუ რაღაცა სხვას ზრუნვა გვინდა თუ რაღაც ძალაუფლების შეგრძნება გვინდა მოკლედ ძალიან ბევრი ფაქტორი არის მან და რაც უნდა გავითვალისწინოთ ალბათ და ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე რომ რომელ ჯიშსაც ავარჩევთ მასზე მოვიძიოთ ინფორმაცია იმიტომ რომ მე მყავს მესამე ძაღლი ჯეკ რასელ ტერიერი და უმჯობესი იქნებოდა ჯერ მომეძიებინა ინფორმაცია სანამ სახლში შემოვიშვებდი ეხლა ვეღარ გავაკეთე არა ხარ უნდა გავაკეთე ისევ ის ფრაზა, ეგზიუპერის ფრაზა. ვალდებული ხარ. ვალდებული. იზრუნოთ მასზე, ვინც მოიშინაო. კი, თუმცა ზოგჯერ ისე საშინლად იქცეო და ისეთ ამბებს გვახვედრებს ახში, მაგრამ მეც ეგეთი ეზოში, ასე რომ აქ მაგიტო არ არის. კი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხასიათის დეტალები, აი თუნდაც აი ჩიხუახუები, აი ქალბატონი ფოტინე, რომელიც გავიდა კადრიდან და გუნდა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ორივე ჩიხუახუა, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვს და ანუ ერთ ჯიშიც კი რაღაცა ნიუანსური რატო თქვენი აზრით? აი არა, ალბათ როგორც ადამიანები განსხვავდებით ხასიათის რაღაც თვისებებით. მე ნახეთ საით მიმყავხართ. ინგლისური სეტერების სიტყვაზე ხო ორი ჯიშია. ჩიუაუა და ჩიუაუა ქვია მაგითო ამბობ. ჩიუაუა და ინგლისური სეტერი. ესენი იმდენად იშვიათია რომ ესენი იმდენად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან როგორც ეგენი. რატო იცით?
იმიტომ რომ ეგენი თავდაცვით პოზიციაში რო არიან წეღარას. პატარები არიან. პატარები არიან და სულ რაღაც სტრესავთ. შესაბამისად, წარმოვიდგინეთ ახლა რაც მეტი სტრესია, მით მეტად ყალიბდება ცოცხალი არსების, იგივე ადამიანის ფსიქიკა და ფსიქოლოგია, ხო? ამიტომაც არის მაგათ შორის უფრო მკვეთრი განსხვავება, ვიდრე სიტყვაზე, აი პაუსა და სხვა ინგლისურ სეტერს შორის შეიძლება ყოფილიყო. ინდივიდუალური შემთხვევები რა თქმა უნდა არის, მაგრამ აქ ნაკლებია, მანდ ბევრად მეტია. აქ ჩიუაუაზე არ ლაპარაკი, ზოგადად პატარა ძაღლებზეა საუბარი. ზოგადად პატარა ან ძაღლების. შეიძლება ხასიათი იყოს კონკრეტული ძაღლისას შიშა რა. ძაღლებში თუ არის ისე მენტალური რაღაც დარღვევები. თუ შეიძლება გქონდეთ, აი ქცევის დარღვევა. კი, როგორ არა. და რა იწვევს ამას? აუტიზმიც არის. მართლა? დაუნის სინდრომიც არის. თითქმის ძალიან საინტერესო. ძაღლში დაუნის სინდრომი პირველად მესმის. მაგაზე უკვე ტექსტი მაქვს დაწერილი, ვაპირებ მაგაზე ვიდეოს დადებას და აი როგორ გითხათ, მე ხა მართლა არ ვიცი, სრული სია ნამდვილად არ მაქვს იმ მენტალური დაავადებების და იგივე გარკვეული გენეტიკური პრობლემების, რაც შეიძლება ამათ კონდეს და ჩვენს ემთხვეოდეს. მაგრამ რამდენადაც ვიცი, თითქმის ყველა აქვს. თითქმის ყველა. აი ხა ვისაც სამეცნიერო ენა კარგად ესმის, აი თუ ამათ ინსტინქტების დონეზე გავიყვანთ რაღაც კონკრეტულ დაავადებას, თუ ერგება, წესი დარგით აქვთ. იგივე გენეტიკური. გამოიხატება სხვადასხვა ფორმით. იგივენაირად ნაკლებად როგორც ჩვენთან, მაგრამ რაღაცნაირად მაინც გამოხატავენ. იმიტომ რომ მენტალური დაავადება ხო არ არის ჩვენი ინსტინქტური მდგომარეობა, ხო? უბრალოდ არის, მაგრამ იმდენად არ გამოიხატება, როგორც ჩვენი შეძენილი, პირობითი რეფლექსები როგორც გვაიძულებს, რომ გამოხატოთ. მასე არ არის ამათან, იმიტომ რომ ამათი პირობითი რეფლექსები ისეთივე ვერ არის, როგორც ჩვენ. როგორც წეგან თქვი, 2 წლის ბავშვის ჭკუა უცებ. კი ბატონო. მოდი ვისაუბროთ ზოგადად პასუხისმგებლიან პატრონზე. აი, ვინ არის და როგორი ტიპის პატრონი არის თქვენთვის პასუხისმგებლიანი, იმიტომ რომ მე შეიძლება ახლა მეგონოც რომ ძალიან კარგი პატრონი ვარ, რომ აი საჭმელს ვაჭმევ, ვასეირდებ, მაგრამ გარდა ამისა, აი, რა არის ძაღლისთვის აუცილებელი? აი, არასაჭირო აუცილებელი. აუ, ეს ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი და აი ეგ მოიცავს ყველაფერს. მე ჩემი ძაღლი მიყვარს. მაგრამ არ მიყვარს ეგოისტურად. მე ეს ძაღლი არ მიყვარს ისე როგორც მე წარმომიდგენია. მიყვარს ისე როგორც მას სჭირდება. ცოტა არა სამეცნიერო ენაზე კი ვსაუბრობ, მაგრამ სამეცნიერო ენაზე ეს ასე გამოიხატება. ჩემ ძაღლს ვექცევ ისე როგორც სჭირდება და არ ვექცევ ისე როგორც მე წარმომიდგენია რომ უნდა ვექცევდე. ამ პრინციპს თუ სრულფასოვნად ვიცავთ, უზრუნველყოფთ რომ ჩვენი ძაღლი იყოს ბედნიერი. ეს პრინციპი თუ მოყვანამდეც გვესმის, სადღაც უარს ვამბობთ რომელიღაც კონკრეტული ძაღლის მოყვანაზე. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჯიში არის ქართული ნაგაზი. საწავიყვანა, რომ მოვიყვანო, საწავიყვანა, ხო, ვერაზოს ვერ მოვიყვანო. დიდი ეზოიანი სახლიც რომ მქონდეს ძალიან, იქაც ვერ მოვიყვან, ხო? თაში უნდა იყოს. იმიტომ რომ მას სჭირდება განსაკუთრებით დიდი ენერგიის დახარჯვა, გასეირნება და ესე შემდეგ, ხო? ეს ძაღლი არ არის ჩემი სულის ნაწილია ჩვეულებრივად, მაგრამ ეხა მე რო ეზოს საშუალება არ მქონდეს. ამაზეც უარს ვიტყოდი. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური სეტერი არ ვიცი, აი კი, სწორედ მანდ მივდივართ. ერთი არის რომ ეგოისტურად გვიყვარს, მაგრამ მეორე არის რომ რა სჭირდება ძაღლს. ძალიან მიყვარს ასევე მე ჰასკის ჯიშის ძაღლები, თუმცა თბილისში რამდენჯერაც დავინახავ, აი სულ ესე მაქვს, რომ ვაიმე, აი რა ცოდოა, განსაკუთრებით აი ზაფხულის დღეებში, როცა ჩვეულებრივ ტიპური ჯიშის ძაღლსაც კი როგორ უჭირს გაძლება, აი გვალვების რაღაცა დღეები რო არის, განსაკუთრებით რთული ექნება, რა თქმა უნდა, მათთვის ეს დღეები და ვფიქრობ, რომ ძალიან ცოდვებია. აქ ტემპერატურაზე კიდე ნაკლებად არის საუბარი. ტემპერატურას კიდე რაღაცნაირად მოაგვარებ და როგორღაც მისთვის ოპტიმალური გარემო შექმნი. ბოლოს და ბოლოს ჰასკი რაღაცა როგორითად კარგია თუ ასე თუ ჭალებს სიცივეში იქნება, მაგრამ სითბოსაც როგორღაც ეგუება. ეგ პრობლემას არ წარმოადგენს. ადაპტური ჯიში ასე თუ ისე. მაგრამ ჩვენ რო სახში ჰასკი მოვყავს, უზრუნველყოფთ რომ მან ტერიტორიის ის ნაწილი დაფაროს, რასაც უნდა ფარავდეს დღის განმავლობაში. წაგითხრათ ეზოში მყავს მეთქი. დღეში 1 საათით მაინც გამყავს. და მაქვს ისეთ სიტუაცია, სადაც ნავარდის საშუალება ეძლევა. არ გავიყვან, ეზო არ ეყოფა. ამით პასუხისმგებლობას ვიღებ, შეიძლება დრო არ მქონდეს, მაგრამ რაღაცნაირად ვატევ და გამყავს, ხო? კი არ ფლექსაობ, ხა უბრალოდ ამას ჭირდება და იმიტომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. ხო, მინიმალურია რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, კი ბატონო. ჰასკი რომ ყავდეს, აი ის ტერიტორიაც რაც ამას ყოფნის, იმას ეს არ ეყოფოდა.
და მომიწევდა კიდე სადღაც წასვლა და მთელი ამბები, რასაც ვერ შევძლებდი. ამიტომ როგორც არ უნდა მიყვარდეს ასკი, უბრალოდ ვერ ვიყოლიებდი. თქვენი პოზიციაც ეგ არის დარწმუნებული, რომ გიყვართ, მაგრამ ვერ იყოლიებთ ერთდროს. პირობები არ გაქვთ. მიყვარს დიდი ჯიშის ძაღლები, როცა ასე ვთქვათ, კერძო სახლში ვცხოვრობდი, მყავდა დიდი ჯიშის ძაღლები, მაგრამ ამ ეტაპზე ბინაში ვცხოვრობ და ამ პატარა ჯიშებით შემოვიფარგლები, იმიტომ რომ მათ არ სჭირდებათ ახლა იმ დონის, ასე ვთქვათ, აი ქალბატონი ფოტინე მაგალითად საერთოდ სეირნობაზე უარს ამბობს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ხოლმე შორის მის სახელს, მიმი ქვია რეალურად, მაგრამ აი ძალიან ესე ცნობის მოყარე ძაღლია და ახლოს არის ფოტინე. კი და ერთხელ მახსოვს რომ დავით გურამიშვილის რაღაცა მოთხრობას ვკითხულობ და ფოტინე ზოგადად არის ყველაზე განათლებული ძაღლი, ვინც კი შეიძლება ნახოთ, იმიტომ რომ ჩემთან ერთად აქვს მოკლედ უნივერსიტეტი დამთავრებული და ერთად მეცადინეობდით და რაღაცნაირად იქ ერთი პერსონაჟი იყო დავით გურამიშვილის მოთხრობაში და მომეწონა რაღაცა ეს ფოტინე, იმიტომ რომ ისიც ესეთი ცნობის მოყარე პერსონაჟი იყო და შერჩა ეგ სახელი და რომ არ გავაგრძელო, ხო, ფოტინეს მაგალითად არ სჭირდება იმ დოზით გასეირნება, სახლშიც შვენივრად არის 5 საათამდე საღამოს 5 საათამდე ძინავს. ეს ინფორმაცია თქვენ საიდან გაქვთ? რო სჭირდება. ანუ გეტყვით რატო გეკითხები? არ მაქვს მისი საჭიროებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ არ იცის სეირნობა. ინფორმაცია მოგიძიებიათ? არა, სხვა შორის არ ვიცი. კი, არა, საერთოდ ჯობია ხოლმე ყოველთვის მაგას ინფორმაციის მოძიება, რომ რაღაცა ოპტიმალური დროები გავიგოთ, თქვათ, აი, თქვენ ახლა კი იცით, იმიტომ რომ ამდენი ხანია ყავთ და ვინც არ იცის, ყოველთვის ჯობია ინფორმაციის მოძიება. აუ, ერთ რაღაცას დავამატებ, რა წეგან მინდოდა მაგის თქმა და გამორჩა რა. როდის არ უნდა მოვიყვანოთ ძაღლიო და ალერგია რო ახსენე რა. ბევრმა არ იცის, რომ ძაღლებს ყოველთვის ბეწვი არ აქვთ. ძაღლს ზოგჯერ აქვს ბეწვი, იშვიათი გამონაკლისები არიან, იშვიათი ჯიშები, რომელთაც ბეწვი არ აქვთ, ეს არის თმა. აჰა. განსხვავება ისაა, რომ ბეწვი ცვივა და ესე იცვლის, თმა იზრდება და იმას გრუმინგი ჭირდება. პუდელი, მალტეზე, ბიშონ ფრიზე. დიდ ძაღლებში ეს აიმედე და იორკსაც მგონი ადამიანის რაღაც იორკს ყველაზე მეტად აქვს ადამიანის. ხო, ავღანურ მწევარს აქვს კიდე მაგდაგვარი თმა, მაგრამ ხო ავღანურ მწევარს სახში ვერ იყოლიებთ. ანუ არსებობენ ჯიშები, ну მაგასაც Google-ში მარტივად პოვნადი, არსებობენ ჯიშები, რომლებსაც თმა აქვს და თუ თქვენი შვილი ალერგიულია, სცადეთ თმიან ძაღლთან ურთიერთობა მისი. ეს ძალიან საინტერესო ინფორმაცია, კი. ანტიალერგიულები ქვიათ მაგ ძაღლებს, ანუ თმიანს მე ვამბობ, რომ მარტივი გასაგები იყოს, თორე ასე კიდე ხალხს გავუსვან სამეცნიერო ენაზე, ეგენი არიან ანტიალერგიული ძაღლები და ყვილა არ ქვიათ. ძალიან საინტერესოა, კი. და აუცილებლად ფოტინეზეც გამიზიარეთ ინფორმაცია, რატომ არ უყვარს სეირნობა. არა, მე განა რაღაცა ჩამჭრელი კითხვა კი არ დამისვენს, უბრალოდ მინდოდა ეთერით მესარგებლა და ხალხისთვის მომეწოდებინა, რომ თუ არ იცით, მოიძიეთ ინფორმაცია 2026 წელია და მაგის საშუალება ნამდვილად არის. ნებისმიერ საკითხზე პოდკასტი თქვენთვის ჩემს უნდა იყოს გასართობი, სასიამოვნო მოსასმენი. თუმცა ამავდროულად საგანმანათლებლო და რაღაცა რა შეგვძინოს ესეთი. კი, მაგრამ ეს უნდა იყოს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ისეთ ინფორმაციის მიღება, რომელიც აქამდე არ იცოდით და გესიამოვნებათ, ასე რომ ვთქვათ. თქვენთვის საჭირო ინფორმაცია მყისიერად უნდა თქვენი ძაღლისთვის საჭირო ინფორმაცია მყისიერად უნდა მოიძიოთ, იმიტომ რომ სხვისი სიცოცხლე გაბარიათ, ასე ვთქვათ, და სხვა არსების კეთილდღეობა. და მოშინაურება ზოგადად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა კიდევ ერთხელ. კი, დაიღალა ცოტა და გაქცევა უნდა ალბათ. კეთილი, მოდი გადავიდოთ ახლა საკმაოდ სენსიტიურ თემაზე, ვისაუბრეთ პასუხისმგებლობებზე, რა სიხარული და ბედნიერება ძაღლი ჩვენ ცხოვრებაში და როგორ გვიხალისებს ძაღლი ზოგადად ცხოვრებას, მაგრამ ყველა ადამიანი სამწუხაროდ ესე არ ფიქრობს და უფრო წინათაობის წარმომადგენლებზე მაქვს ამ შემთხვევაში აქცენტი. ბევრი ადამიანი გვხვდება ქუჩაში, ვინც აი ძალიან უხეშად ექცევა ძაღლს და აგრესიით არის განწყობილი ძაღლების მიმართ. არა მარტო ზრდასრულები ჩვენ ბავშვებშიც ხშირად ხვდებით მსგავს სადისტურ, ასე ვთქვათ, მიდგომებს. ამაზე რო ვისაუბროთ ზოგადად, რაზე მეტყველებს ცხოველების მიმართ ძალადობა ადამიანის ფსიქიკაზე ზოგადად, რას მიგვანიშნებს? კი ბატონო. წინათაობა რატო არ არის ძაღლების მიმართ ლოიალური? სად გაიზარდა საბჭოთა კავშირში? საბჭოთა კავშირი ძაღლების მიმართ კი არა, ადამიანების მიმართ არ იყო ლოიალური და საბჭოთა კავშირში ჩემი აზრით განსაკუთრებულები არიან ადამიანები, რომლებსაც საბჭოთა კავშირში იცხოვრეს და ემოციური ინტელექტი
მაღალ დონეზე აქვს ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ამ დროს მაგის განსაზღვრება კი არა. მაგის სააშკაროზე გამოსვლის საშუალება არ არსებობდა ხა. ძალიან შორს არ წავალ. ის ეგ თაობა მსხვერპლია. ძაღლებთან მიმართებაში თუ განვიხილოთ, ეგ თაობა მსხვერპლია. და მაგ თაობამ გაზარდა ბავშვები, წეგან ბავშვები რო ახსენეთ. ეს ხო თაობათა ცვლა ხომ მიდის, არა? სადღაც თვალსაწყიერი აქვს იმ ბავშვს და უმეტეს შემთხვევაში მაინც რაღაცას ოჯახი აყალიბებს, ხო? რაღაცას კი არა, უმეტეს ნაწილს ოჯახი აყალიბებს. და წარმოიდგინე ხა ბავშვი ხედავს, რომ მამა წილს უტყავს ძაღლს, ხო? რას გააკეთებს? თვითონაც დაარტყამს, ყოველ შემთხვევაში ძალიან იშვიათად ხდება, რომ ადგეს და მოეფეროს, ან მამას შეეწინააღმდეგოს, ხო? ჩვეულებრივად ირეკლავს ამ ყველაფერს და მე დიახ, ამაზეა. აკოპირებს, ასე ვთქვათ, მამის თუ დედის ქცევას. ემოციური ინტელექტი ყალიბდება პირველ რიგში ოჯახიდან, პირველ რიგში მშობლებიდან, ან უფროსი და-ძმისგან მნიშვნელობა აქვს. უფრო მშობლებისგან და მშობლები თუ ამ ყველაფერზე არ ზრუნავენ, ანუ ეხლა ძაღლთან სწორ დამოკიდებულებას, ალბათ სადღაც ბოლოში განვიხილოთ, იმიტომ რომ იმას ცოტა სხვა პრობლემები აქვს და ის პრობლემები თუ მოუგვარდება, სადღაც ძაღლთან სწორი დამოკიდებულებას გამოვლინდება და თუ ვიღაც მიყურებს ახლა და არ მეთანხმება, პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ მსხვერპლი ხართ. თქვენ დროის მსხვერპლი ხართ და გარემოებების მსხვერპლი ხართ და ალბათ ცოტა თვალსაწყიერი უნდა გაიღრმაოთ და მე ცოტა კიდევ უფრო სხვანაირად დაინახავთ ყველაფერს. კი, ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად. ასევე თუ არსებობს გარკვეული კავშირი ძაღლზე და ზოგადად ცხოველთა ძალადობასა და ადამიანებზე ძალადობას შორის, ანუ ადამიანი, რომელიც სცემს მაგალითად ძაღლს, არის თუ არა დიდი შანსი, რომ შემდგომში სცემოს ცოლი, დედა, შვილი და ესე შემდეგ. ან სრულად უცხო. თქვენც ხო იცით რომ როგორ წესი ეგრეა ხოლმე. კი. აი მარნეულში რო იძალა და ძაღლი რომ მოკლა იმ ადამიანმა. აი მაგალითის მიხედვით ვიტყვი რა შორს არ წავალ რა. აი ხა მითხარით. მაგ ადამიანისთვის ემოციური ინტელექტი საერთოდ სად არსებობს, ხო ესეა? ანუ ეგეთი ადამიანი არ ძალადობს ადამიანზე მხოლოდ იმიტომ, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერები აქვს. ანუ ეს მისი თვითშეგნების მდგომარეობა კი არ არის, რომ არ აკეთებს. საყვარელია. მისი თვითშეგნების მდგომარეობა კი არ არის, რომ არ აკეთებს. ეს არის ხელოვნური ბარიერები, როგორც წეგან თქვი. ანუ უმწეო არსებაა, დაუცველი არსებაა, პასუხს ვერ გაგცემს და წარმოიდგინეთ, თვითშეგნება ჩვენ გვიშვებს იქამდე, რომ ამას რაღაც დაუშავოთ, ხო? ესე იგი, სადღაც ვიღაცამ რო არ გაგვაჩეროს, ან რაღაც ბერკეტმა რო არ გაგვაჩეროს, კი, ადამიანსაც დაუშავოთ. აი, რა გითხათ, ეგეთმა ადამიანმა რო დაარტყას, თქვათ ბავშვს და ბავშვი ვერ მიხვდეს. და მიხვდა რომ გაზდის. ძალიან ცუდი რაღაცები მომივიდა აზრად და მსგავსი რაღაცები სამწუხაროდ ხდება. და კი, მაგის შედეგია ნამდვილად. ანუ შენ თუ უმწეო არსებასთან აი ემოციური ინტელექტის სწორ სიმაღლეზე არ ყავს, კი. სადღაც უბრალოდ რაღაც გაჩერებს და რა თუ შეგნებ. კი, ზოგადად ეგ აქსიომა არის, როდესაც შენზე სუსტზე, დაუცველზე ძალადობა არ აქვს მნიშვნელობა. ეს დღე შეიძლება ძაღლი იყოს, იმიტომ რომ შენზე სუსტი დღეს ძაღლია, ხვალ შეიძლება იყოს შენი მეუღლე, შენი დედა, მამა, ანუ აქ არ არის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა და სხვათა შორის წინა პოდკასტში ყავდა ფსიქიატრი, ქალბატონი ქეთევან სილაგაძე და სწორედ ამაზე გქონდა საუბარი, რომ ერთ-ერთი წითელი დროშა, რაც მშობელმა მართლა უნდა ააფრიალოს ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, არის სწორედ ცხოველებზე ძალადობა. თუ ვატყობთ ბავშვს, რომ აქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, სადისტური მიდრეკილებები, აი კატების წვალება, ძაღლების რაღაცა, ძაღლების მიმართ აგრესია, ეს უკვე არის იმის ნიშანი, რომ ბავშვს აქვს გარკვეული მენტალური პრობლემა და ამას აუცილებლად სჭირდება დიაგნოსტირება და თერაპევტთან ვიზიტით შესაბამისად. ეს არ არის, რომ ძაღლია და მე რა, უბრალოდ თითქოს ჩვენ საზოგადოებაში ცოტა ნორმალიზებულიც არის. აი, გინახავთ ალბათ საქართველოშიც გარკვეული სოციალური ექსპერიმენტები იყო ჩატარებული, ერთ-ერთი ბოლოს მახსენდება, თითქოს ძაღლს ერთ-ერთი მამაკაცი აგდებს ხიდიდან. და კი ბატონო, და ეუბნება კიდეც ხალხს, რომ მოდი მომეხმარეთო და ზოგი ეხმარება. ზოგი ეხმარება, ნახე კი. კი, ანუ ძალიან შემაშფოთებელი იყო მართლა, იმიტომ რომ ზოგი არ მიეხმარა, მაგრამ ჩაიარეს უბრალოდ და თითქოს ნორმალიზებული არის ეს ყველაფერი და ეს არის მართლა ძალიან სამწუხარო რეალობა, იმიტომ რომ დღეს არის ძაღლი, ხვალ იქნება მეუღლე, დედა, ცოლი, რა ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა მოკლედ და ეს მინდა რომ ძალიან ისე დავაფიქსიროთ, რომ ძალადობა არის ძალადობა და არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ძაღლი, კატა თუ ადამიანი, მაინც ყველა შემთხვევაში გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ და ზომებთან დაკავშირებითაც ასევე მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა ამაზე გარკვეული სანქციები,
სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის, რომ რაღაცნაირად პრევენცია მოვახდინოთ ამის. მე ზუსტად ვერ გეტყვით ახლა იურისტი არა ვარ რა კონკრეტულად რა სანქციები უნდა იყოს ან რა უნდა მოხდეს. მინიმუმ ფულადობრივი ალბათ. ხო, ანუ ყველა ვარიანტში უნდა იყოს სანქცია, რომ რაღაც ისეთი როგორ ვთქვა, რაღაც ისეთი დასჯი უნდა ხდებოდეს ხოლმე, რომელიც სხვას მისცემს მაგალითს, რომ არ გაიმეოროს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. წეგან თქვი, რომ ადამიანს თვით შეგნება არ უშვებს მეთქი, მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი ბერკეტი უშვებს თქო. მაგ დროს შეიძლება რომ სადღაც გულის სიღრმიდან გამოუშვათ მისი ემოციური ინტელექტი. ძალიან ხშირად ვახსენებთ ორივე მაგ ფრაზას, მაგრამ ამათთან მიმართებაში არ გამოდის ყველანაირად. IQ-ზე დიდი მნიშვნელობა მაინც ისეთ საზოგადოებაში და სოციუმში ცხოვრობთ, რომ ემოციურ ინტელექტს ენიჭება, იმიტომ რომ ნაწილიც კია, კაცო. ხო და წარმოიდგინეთ ახლა უნდა არსებობდეს სანქციები, ხო, ცოტა პატარა გადახოვას გავაკეთებ. თქვათ არსებობს სანქცია, რომელიც აი ამ მოძალადებს აჩერებს და მიყუჩებულები არიან თავისთვის რა. ეგ ხო არ კმარა. სადღაც ეგენი ხმას ამოიღებენ, სადღაც ჩუმად რაღაცას გააკეთებენ, ხო? აი ეხლა რა ნაწილზეც გადავდივარ, ისეთ ხმაც მინდა. აი უკვე ცხოველის მოყვარულებს ეხება და გვეხება და ჩვენს ვალდებულებას ეხება, რომ თუ ცხოველი გვიყვარს, გარშემო რო ხედავთ ამ სიტუაციას, რაღაცნაირად აი ამ ხალხთან სწორი კომუნიკაციის ფორმა უნდა მოვნახოთ. საკუთარი ეგოს კვების გარეშე. ჩვენ რას ვაკეთებთ ხოლმე, იცით? ეს ძალიან მინდა რა ამ თემაზე საუბარი. ჩვენ რო ხედავთ, რომ ვიღაც ცუდად ექცევა ძალს, პირველი რას აკეთებს, იცით? ცხოველთა მოყვარული საშუალო სტატისტიკა. ვიდეოს გადაღებაზე არა, ანუ აგრესიით. ხო და ეგეთ ადამიანი მაგას რო აკეთებს, ესე იგი იმას შეგნებაში პრობლემა აქვს და შენ რომ მის მიმართ, მის წინააღმდეგ აგრესიით წახვალ, პირველი რასაც იზამს, ჯიპში ჩაგიდგება და უარეს გააკეთებს, მაგრამ თუ ცდი რომ მას დაელაპარაკო მისი ენით, თუ შენ საკმარისი ინტელექტი ყოფნის და თუ საკმარისი ინტელექტი ყოფნის დაანებე ცხოველების უფლებების დაცვას თავი, თუ არ ყოფნის, მიდი და ჯერ დაელაპარაკე. რაღაცნაირად გზამონახე და თუ არ დაგიჯერებს, ან ზღე და იყავ. მაგრამ თავიდან ჯობია ყოველთვის დალაპარაკება. ეხლა ხანს იყო აქცია. იცით არის, მაგ აქციაზე მისული ვიყავი და სიმართლე თავი შევიკავე სიტყვით გამოსვლის, იმიტომ რომ ზუსტად მაგის თქმა მინდოდა რა, რომ ცხოველები რო დღეს ცუდ დღეში არიან, ეხლა ბევრს ძალიან არ მოეწონება. ცხოველები რო დღეს ცუდ დღეში არიან, ცხოველთა მოყვარულების დიდი დამსახურება, მათ შორის, იმიტომ რომ აგრესიას თესავენ. აგრესიის დათესვა არ მართლდება იმით, რომ თქვენ უსამართლობას ხედავთ. იმიტომ რომ ხშირად ცეცხლზე ნავცასხამთ, ამიტომ დალაპარაკება, სწორი კომუნიკაცია, ნაკლები აგრესია, ეს არის აუცილებელი, იმიტომ რომ ცხოველთა მოძულეები თქვენ გამო ცხოველთა მოყვარულებს გიჟებს გვეძახიან. კი. ხო, ამიტომ მაგასაც მიაქციეთ. ეს რაღაც ფანატიზმში გადადის მერე და ნუ მოკლედ ფანატიზმია რაც ეხლა ვთქვი, ეს აგრესიაც ფანატიზმია. ანუ არააკადემიური მიდგომა ცხოველის მიმართ, როცა მის უფლებებს იცავ, გიყვარს და პასუხისმგებლობას იღებ, რომ ვიღაცა გალანწო სიტუაციაზე ვიძახი. მაშინ კეთილი ინებე და გაერკვიე რას აკეთებ და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზეც იფიქრე. ეგრე არ არის, რომ შენ მოგინდა და რაღაცა უკაცრავად ამ სიტყვას და ეგო მოიქაო, ეგრე არ არის. იმას ცუდი შედეგები მოყვება და ესენი ზარალდებიან მე მაგით და ამაზე უნდა ვფიქრობ. კი, პირველ რიგში ძაღლებზე ტყდება ყველა ჯოხი. მოდი რახან მაგ თემას შევეხეთ და აქციები ვახსენეთ, ვისაუბროთ მიუსაფარ ძაღლებზე. როცა ამ თემას ვამუშავებდი, გავიცანი და დაახლოებით საქართველოში 300,000-დან 350,000-მდე მიუსაფარი ძაღლი გვყავს. რაც აი კატასტროფულად დიდი მაჩვენებელი არის 3 მილიონიან ქვეყანაში, ხო, ესეთ პატარა ქვეყანაში და სხვათა შორის ჩემი ევროპელი მეგობრებისგან და გამიგია ზოგადად ნაცნობებისგან, რომ ძალიან უკვირთ, როდესაც ჩამოდიან ჩვენთან ქალაქში, რომ ამდენი მიუსაფარი ძაღლი როგორ არის. ჩვენ თითქოს უკვე დავანორმალიზეთ ეგ და ჩვენთვის ძალიან ისეთ მისაღები არის, რომ ერთ ქუჩაში გავლაზე 3-4 მიუსაფარი ძაღლი გვხვდება, მაგრამ რეალურად ძალიან დიდი მაჩვენებელია 350,000 მიუსაფარი ძაღლი. საქართველოსთვის არის კატასტროფული მაჩვენებელი. 30,000-იც ბევრია, 350,000-ზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია. თქვენი აზრით, რატომ არის ამდენი მიუსაფარი დღეს? რამ გამოიწვია მოკლედ ეს ყველაფერი? ჩვენ არ გვესმის, რომ ძაღლია, რომ ჯოხის წევრი. ჩვენ გონია, რომ ეს არის აქსესუარი. აქსესუარს რო ყიდულობთ, თუ არ გამოგადგებათ, ხო გადააგდებთ. ნაგავში ხომ მოისვრით. ზუსტად მაგ მიდგომით მოისვრიან ხოლმე ამათაც და მე რაც უნდათ ის მოუვიდესო რა. ისევ ემოციური ინტელექტი, ისევ
არა ოჯახის წევრად მიღება ამათი და იქ ვიღაცას აი ნახეთ ხარ რამდენი რაღაც ხდება ხო ვიღაც აზრად მოვიდა რომ ისე ბავშვი 5 წლის ხდება რა და მე მგონი ძაღლი ხა ამისთვის კარგი იქნება და მოდი უყიდო აი მანდარი ყველაზე დიდი პრობლემა მოდი უყიდო კი არა ხო კი მას კი არ უნდა ბავშვი კი არ უნდა კი ბავშვი კი არ უნდა უყიდო ოჯახის წევრად უნდა მოიყვანო და ბავშვის განვითარებაზე უნდა გათვალო ეს ყველაფერი თუ მაინც ბავშვს ეგ აქვს ორიენტირება იმიტომ რომ შეუძლებლად ოჯახის წევრი შემოყავს იქ ვიღაცას შეჯვარება მოუნდა თავისთვის მე ხარ რაც ფრთიანი ანგელოზი არ გამოვა პაუჩემი ჯვარებია და შემიწვილები უკაცად არ უყვართ ჩემ გამომწერებს ამ სიტყვას რომ შეჯვარება პაუჩემი წყვილებია და ბევრი შვილი ყავს და მიზრუნია რომ დაბინავებულიყვნენ მაგრამ მე რაღაცები რომ გავაცნობიერე მივხვდი რომ შეცდომა იყო ჩემი მხრიდან დიდ პასუხისმგებლობას იღებთ ჩვენ თუ გვინდა საზოგადოების ჯანსაღი საზოგადოების ნაწილი ვიყოთ, უნდა გვესმოდეს რომ არსებობს წესები, უნდა გვესმოდეს რომ რაღაცეები ამ წესების ფარგლებში უნდა იყოს. მორალურ წესებზეა საუბარი აქ. შეწყვილება რადგან ვახსენე, შეწყვილება ყოველთვის უნდა ხდებოდეს ცივილიზებულ ქვეყანაში, კლუბებში. მეტისების შეწყვილება ნონსენსია, ეგეთ რაღაც არ უნდა ხდებოდეს. და ჯიშიანი ძაღლების შეწყვილება ყოველთვის კლუბების საშუალებით უნდა ხდებოდეს. ჩემნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და ეგრო ჩემნებაზეა დამოკიდებული, მე როგორც საუბრობ საშუალო სტატისტიკური ადამიანის პოზიციიდან. მე როგორც მომეპრიანება ისე რომ ვაწყვილებ შესაბამისად კაცმა არ იცის საწავლენ ის ლეკვები, რომლებიც აი ამის შედეგად დაიბადნენ. მე ისინი სადაც სხვაგან წვილდებიან. იქ არის ხოლმე რომ სხვა ძაღლი სხვა ჯიშთან წვილდება და მეტისები შემდეგ კომში. ხო, მე ხა მეტისი უკონტროლო ხდება მოკლედ სიტუაცია. კონტროლოა დიახ, მაგას ვიძახი. მაგრამ თავარი, სადღაც თავიდან რო დავიწყოთ, მაინც ეგ არის. ჩვენ არ გვესმის რომ ეს არის ოჯახის წევრი და ჩვენ გგონია აქსესუარი, რომელსაც როცა გვინდა მოვისვრით. კი, ერთ დღეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მეორე დღეს რატომღაც განსაკუთრებით სხვათა შორის COVID პანდემიის შემდეგ გაიზარდა თურმე ეს მაჩვენებელი, რაც ძალიან საინტერესო იყო ასევე ჩემთვის. გაღიზიანებდა ხალხს. ხალხს აღიზიანებდა ეს. მოწყვლადი არსება და მათი ხასიათის მოწყვლადი იყო, იმიტომ რომ რასაკეთებდა ეს, იქ ვიღაცას ნერვები დაწყვეტაზე ხონდა და რაღაცა დაბალიღობე ხონდა ენახა და ამათზე ნახულობდა. მე ამათ აბრალებდა ნერვების წყვეტას, იქ გარეთ ვერ გაყავდა, იქ სახში ისაქმებდა თურმე. ბევრი ფაქტორია. ძალიან შორსა. ეს რაღაცას დავამატებ თუ შეიძლება რა, ბოდიში. აუცილებლად. წეგან მინდოდა მაგის თქმა რა. ჩვენი ქვეყნის სირცხვილია ის რომ კანონმა უნდა განგვისაზღვროს როგორ მოვექცეთ ცხოველს. ოჯახის წევრს კანონი გვისაზღვრა, ჩვენ ძირითადად კანონი გვისაზღვროს ოჯახის წევრს როგორ უნდა მოვექცეთ ადამიანებს ვიზახი. შვილებს, დედას, მამას. არსებობს დაუწერელი კანონები. ხო და ამას თუ ოჯახის წევრად არ განიხილავ და ისე მოყავს, შეცდომაში ხარ, უკვე შეცდომაში ხარ და ეგ თუ გესმისი, ამას რა კანონები სჭირდება, ხო ესეა. ცხადია. თუნდაც ძალადობასთან დაკავშირებით აი წეღანაც რო საუბრობდით, ერთი არის რომ რაღაც გეკრძალება და ამიტომ არ აკეთებ, მაგრამ მეორე არის რომ უბრალოდ ამის შეგნება უნდა გქონდეს, რომ ანუ არ დაარტყა და არ იძალადო შენზე პატარაზე. თუმცა მაინც აქ რაღაც გარკვეული კითხვის ნიშნები მაქვს. ამდენი მიუსაფარი ძაღლის პრობლემა უფრო ინდივიდების დამსახურება არის თუ საზოგადოების რაღაცა სისტემის ნაკლი არის? საზოგადოების სისტემის ნაკლი არის ცალსახად. ინდივიდები რო თქვა, მაშინ რაღაც ძალიან მცირე ჯგუფზე უნდა იყოს საუბარი და ცხოველთა მოყვარულები ამ ქვეყანაში უმცირესობა ვართ. შესაბამისად კი სისტემაზეა საუბარი. იმიტომ რომ ადამიანისთვის ისევ მან მივდივართ. ეს ძაღლი არ არის ანუ იდეაში ესენიც საზოგადოებაში შედიან რაღაც ხრივ, იმიტომ რომ ჩვენი ნაწილები არიან და ეგ თუ არ გვესმის შესაბამისად ვექცევით ისე როგორც წეგანაც თქვი აქსესუარს და მაგიტომაც არის მე ეგ დამოკიდებულება და კი მიუსაფარების პრობლემა მაქედან მოდის, სისტემიდან მოდის ცალსახად. სახელმწიფოს რა როლი აქვს ზოგადად ამ პრობლემის ან მოგვარებაში, ან თვითონ ამ სიტუაციაში, რომ დღეს ამდენი მიუსაფარი ძაღლი ყავს საქართველოში? იცით რა არის? პრაქტიკულად თუ მიუდგებით საერთოდ აი მოდი ერთი ძაღლის მაგალითს ავიღოთ, რომელიც თქვა ვიღაცამ გამოაგდო. ის რომ იმ ვიღაცამ არ უნდა გამოაგდოს, პრაქტიკულად თუ მიუდგებით დღევანდელ პირობებში, კი სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ამ ყველაფერში. და რაღაცნაირად იმას ბერკეტი შეუქმნას, იმიტომ რომ არ გამოდის სხვანაირად. მაგრამ ცივილიზებულ სახელმწიფოში ჩემი აზრით სახელმწიფოს ჩასარევი არ არის ადამიანი ძაღლს როგორ მოექცევა, იმიტომ რომ როგორც ოჯახის წევრს როგორ მოექცევა, სადაც უკიდურეს შემთხვევაში ვერევით, ისე უნდა იყოს ძაღლთან მიმართებაში. ეს არის ერთი შემთხვევა, როცა აგდებს, მაგრამ ეხლა ნახეთ, უკვე გამოგდებულთან რა ხდება, მან რას აკეთებს სახელმწიფო. ეს რო არ ითქვას არ შეიძლება.
ქუჩაში რო ძაღლი მოხდა რა შვება სახელმწიფო? წაიყვანს და ასტერილებს, ხო? მე რა შვება? სადღაც სხვაგან აბრუნებს, ან იქვე აბრუნებს, ხო? ალბათ ცივილიზებული სახელმწიფოს მაღალ ეშელონებში თქვით, რომ მონიტორინგმა ძაღლი წაიყვანა და უკან დააბრუნა. ეს წარმოუდგენელი რას ნიშნავს უკან დააბრუნა? ეს არის წარმოუდგენელი რაღაც. ანუ უკან რო დააბრუნა, ვინ უნდა მიხედოს იმას? ან ისეთ ადგილებში ტოვებენ, სადაც გადარჩენის შანსი. ეგ კიდე სხვა რაღაც, ეგ ცალკე მავნებლობაა. მე ცოტა როგორ ვითხრათ, ის სტანდარტულ სურათზე ვლაპარაკობ რა. მონიტორინგმა დააბრუნა, ანუ რა გამოდის, რომ იქ მყოფ მოსახლეობას ფაქტობრივად აიძულებს, რომ ან მიხედოთ, ან მე ხელი დამიბანია მოკვდეს. შეუძლებელი შიმშილის თამაშებში. კი, ანუ მე მოსახლეობა ვალდებული რომ გამოკვება. აი თქვათ მოსახლეობა არ გამოკვება, რა მოუვა ძაღლს მოსახლეობამ რომ არ გამოკვებას. მოკვდება, ხო ესეა. ხელს იბან სახელმწიფო. და რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში? თავშესაფარი უნდა იყოს დიდი და თავშესაფრები უნდა იყოს და მაგაზე უკვე ისეთ მასშტაბებზეა საუბარი, რომ მართლა გაჭირდება მაგ ხელს თავშესაფრები. ანუ იცით რა არის ხა ძალიან პოლიტიკურში გადავალთ ხა რომ ეგ რომ მიმოიხილოთ თავშესაფრები რატო არ არის და ამაში ფულს რატო არ ხარჯავენ და აიც მაგას მე მგონი ცალკე პოდკასტი უნდა სადაც მე არ გამოვდგები ალბათ ცოტა უფრო სხვა თარგის სპეციალისტი გამოგადგება. ხო, პოლიტიკაში არ გადავიდეთ ამ შემთხვევაში. კი, ერთ ვიტყვი კიდე რომ შეიძლება მკითხოთ კიდეც, მაგრამ მაინც ჩემს დავაფიქსირებ რომ ჩვენ ხალხი ვხედავთ რომ არავინ არ გვიშენებს რა ამ თავშესაფარს. არავინ მაგაზე თავს არ იწუხებს და სანამ ჩვენ გავიძახით რომ თავშესაფარი გვჭირდება, ესენი ზარალდებიან. ხო და ნუ ვიტყვით რომ ჩვენი ბრალი არ არის. მე რო იქ რაღაცა ორი ძაღლი მყავს, კიდე ორ ძაღლს ვაჭმევ და იქ რაღაცას 1000 რაღაც სიტყვაზე ვიძახი ვაკეთებ, ხო? ეხა არ დავასახელებ ზუსტად რას ვაკეთებ. ჩემს პასუხისგებლობას და ვალდებულებას ვერ გავექცევი, რომ ჩემი ბრალიც არის. მე საზოგადოების ნაწილი, თქვენი ბრალიც არის და ყველას ბრალი, სიტყვაზე ვიძახი. ყველას ბრალია, რომ ესენი ამ დღეში არიან და ამას არ უნდა გავექცეთ და არ გაქცევა, რას ნიშნავს, იცით? ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა მათ კეთილდღეობაში. ნუ კაი დაგვისვეს უბანში, ხო? ეხლა იარაღით არავინ დაგადგება რომ აჭამე, მაგრამ შიერს ხო არ დატოვებ, რაღაცა უნდა გავუკეთო რა. სანამ ცოცხლები არიან, ვფიქრობ რომ თუ არ გვიშენებენ თავშესაფარს, უნდა მივხედოთ. დავიმეგობროთ მაინც და ქუჩაში რო დავინახავთ, წიხლი მაინც არ ჩავარტყათ. აი, საჭმელებით ნუ ვივლით მაინც და მაინც. საკმარის ხალხი დადის, მაგრამ რაღაცნაირად ლოიალურად მივუდგეთ, რომ ცოდოები არიან მართლა. ასეთი არსებები არიან და მე საშუალება არ მივცეთ, რომ ამათ შემდგომი თაობა კიდე განვითარდეს. სამწუხაროდ ეგრეა. სტერილიზაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. უბრალოდ სტერილიზაციის, უკაცრავად სტერილიზაციის შემდეგ იქ ვიღაცა ის საშუალო სტატისტიკური სხვა ძალს გამოაგდებს კიდე და ის გამრავლდება. ეს დაუსრულებელი პროცესია. შეუცვლელი პროცესია, კი, მართლა. სახელმწიფო მაგას ვერ მოაგვარებს. პირველ რიგში ალბათ ცნობიერება აგვარებს ნამდვილად და ვერ არის სახელმწიფო. განავითაროთ, აი დაგვტოვა პაუ გაისეირნებს. ძალიან საინტერესო არის ასევე ის ფენომენი, რომ ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოში არ დგას. მიუსაფარი ძაღლების პრობლემა დგას მთელ მსოფლიოში და დაახლოებით 200 მილიონამდე მიუსაფარი ძაღლი ყოფილა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ გვაქვს ძალიან საინტერესო და წარმატებული რაღაცა მაგალითები, თუნდაც ჰოლანდიის მაგალითი, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოდი ამაზეც ვისაუბროთ. რა შეგვიძლია ამ საერთაშორისო გამოცდილებიდან, რომ დავნერგოთ ჩვენი ქვეყნის რაღაც სისტემაში, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. თავშესაფარზე მიდის ისო ყველაფერი და რატო იცით? თქვენ თქვით რომ სხვა ქვეყანაში არის პრობლემა, ანუ ჩვენ არა ვართ. ანუ მხოლოდ ჩვენ არ ვართ შეუგნებლები ჭყალებში ვიძახა. ქართველები ცუდად გამოყვანა კი არ მინდა. ხო, არა. მხოლოდ ჩვენი პრობლემა, ეგ არ არის, სხვაგანაც არის პრობლემა. სამწუხაროდ მხოლოდ ეს არ არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა, სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად კი. ანუ რის თქმა მინდოდა. იქ არსებობს შესაბამისი რესურსი, რომ აი მაგათად მე ვარ საშუალო სტატისტიკური ჰოლანდიელი. ქუჩაში რო გამოვდივარ და ვერ ვხედავ ძალს, ვერც მომივა აზრ, როგორც წესია, ალბათ მგონია რომ მასის ფსიქოლოგია ესე მუშაობს, რომ არც მომივა აზრად, რომ იმ ცარიელ ქუჩებში მე გამოვაგდო და ძაღლი გაუშვა, ხო? მაგრამ მე თუ საშუალო სტატისტიკური ვარ და ვხედავ, რომ იქ ერთი ძაღლი, იქ მეორე ძაღლი, მესამე ძაღლი და არა ვარ ხა მაინც და ისე ლოიალურად განწყობილი ძაღლის მიმართ. ძაღლი მყავს სახში და კაი მომბეზრდა. გავაგდებ მეც, კაი, სადაც 3-ე მე 4-ეც იყოს რა. ანუ ნორმალიზებულია ეს ამბავი ჩვენთან და უკვე სირცხვილის შეგრძნებაც არ არის რეალურად. ჰოლანდიის მაგალითიც რო განვიხილოთ და ჩვენ მსმენელს და მაყურებელსაც რო გავუზიაროთ, ჰოლანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც თითქმის ნულამდე დაიყვანა მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა და რამდენიმე ძირითადი ნაბიჯი გადაიდგა ამ შემთხვევაში. პირველი ის რომ თავში
თავშესაფრები ეს გარდაუვალი არის, თუმცა გარდა ამისა გაძვირდა ეგრეთ წოდებული გამოყვანილი ჯიშების შეძენა. პირობითად ჰოლანდიაში ახლა მე ესეც ჯიშიან ჩუხუახუას ვერ შევიძენდი, ჩემი ნებით. ამას ძალიან დიდი პროცედურები სჭირდება, გადასახადებია საკმაოდ დიდი ჯიშიანი ძაღლის შეძენის შემთხვევაში, ამიტომ ეს ყველაფერი იმისკენ გვიბიძგებს, რომ წავიდეთ იმ თავშესაფარში და იქიდან ვიშვილოთ რომელიმე ოთხფეხა მეგობარი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ესეც რაღაცა მგონი ჩვენი მენტალობაა, რომ განსაკუთრებით გვინდა ჯიშიანი ძაღლები, მაგრამ თუ უშუალოდ ოთხფეხა მეგობარი გჭირდება, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? მეტისი იქნება თუ რაღაც ჯიშიანი გამოყვანილი, ესეთი პერო ჯიში, ხო? ამიტომ ესეც ეს ჩვენი მენტალობის ნაწილი არის ალბათ, რომ რაღაცა გსურს განსაკუთრებით ძვირიანი ჯიშები. და გარდა ამისა, ძალიან დიდი ჯარიმებიც დაწესდა და სპეციალური კონტროლის პოლიციაც კი არის შექმნილი, რომ გააკონტროლოს ამ ძაღლების გამოგდების შემთხვევები და როგორც გამოაგდებენ, ეგრევე უბრუნებენ მერე თავიანთ პატრონებს. ანუ სახელმწიფო ფინანსურ რესურსებს ამ ყველაფერში. თუმცა მაინც ყველაფერი მოდის განათლებიდან. სანამ ჩვენ იმ დონემდე არ მივალთ, რომ ძაღლი არის არა ჩვენი საკუთრება, არამედ პასუხისმგებლობა, მანამდე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა ნაბიჯები გადადგა სახელმწიფო, მაინც ჩვენს ცნობიერებაში, ანუ თუ არაფერი მომენტალური შედეგი შეიძლება გქონდეს, მაგრამ გრძელვადიანი არ იქნება. მოდი ბოლოს შევეხოთ ამ ეს ფრაზას ვიტყვი, რომ ძაღლი არ არის ფუფუნება. კი. ნამდვილად არ არის. ძაღლი არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება. არაფერ შუაშია ფუფუნებასთან ძაღლის ხოლმე. და ბოლოს მოდი შევეხოთ იმ წვავე საკითხს, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში გაჟღერდა და მართლა ყველა შეძრწუნებული ვიყავით, არა მხოლოდ ცხოველების მოყვარული ადამიანები, ზოგადად ყველა შეძრწუნებული ვიყავით იმ კადრების და ინფორმაციის რაღაც გაზიარებით, რაც ხდებოდა და ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ ცოტა გამიჭირდა რა იყო სიმართლე და რა იყო ცოტა გაბუქებული, ამ ნაწილში გაურკვევლიყავით და თქვენი შეხედულება რო გაგვიზიაროთ, სახელმწიფოს პოზიცია რომ დაგვანახოთ. ჰუმანური მეთოდების გარდა საჭირო არის ესეთი მკაცრი ზომების მიღება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ანუ ეს გახდა საჭირო თუ რატომ გადაიდგა ესეთი რადიკალური ზომები და ნაბიჯები. არ შეიძლება. ანუ 2026 წელს სიცოცხლესთან ეგეთი დამოკიდებულება რაც ხა სახელმწიფომ გამოავლინა, უბრალოდ არ შეიძლება. მაგის საჭიროება უბრალოდ ვერ იარსებობს ვერც ერთ შემთხვევაში, რომ ეცოდ ბოდიში პავ მოდი აქ მოდი. დაიღალა პაუც. 2026 წელს ცივილიზებულ მსოფლიოში ვერ იქნება საჭიროება ისეთი რაღაცის, მოდი არ ვიტყვი რაც გააკეთეს, რაზეც ხალხი საუბრობს. მე ვერ შევალ სიღრმეებში იქ რეალურად რა მოხდა, იმიტომ რომ საკმარისი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ არიან ძაღლების მოყვარულები, რომლებიც ამას ამტკიცებენ და ისეთ ხალხი ნამდვილად არის, რომელსაც ჭკუ არ მოეკითხება პირდაპირ. ფაქტებზე შემიძლია ეგ თქვა. იქ შეიძლება რაღაცა ფაქტი მე არ მაქვს, მაგრამ მაქვს ლოგიკა, რომელიც მეუბნება, რომ სახელმწიფო არც ისე კარგად ექცევა ამათ, ამაზე რეალურად ვილაპარაკეთ ჩვენ. ამათ თუ სახელმწიფო არც ისე კარგად ექცევა და წეღან თქვი ხელებიც დაუბანია მეთქი. სადაც მაგას აკეთებს? ის რაზეც ხალხი საუბრობს, გამორიცხულია? ხო. და რატო აკეთებს სახელმწიფო მაგას? ნუ იქ ხა ჩატენილი ძაღლები ვნახეთ და მთელი ამბები. სახელმწიფო ამ ყველაფერს რატო აკეთებს? ანუ მწვანე შუქს ვინ უნთებს? რატო გამოვიდა სიტყვაზე ვიძახი არც ისე დიდი რაოდენობა იქ აქციაზე. არც ისე დიდი რაოდენობა იყო მიუხედავად იმისა, რომ ის ადგილი გადატენილი იყო. არც ისე დიდი რაოდენობა გამოვიდა, იმიტომ რომ ქვეყანაში უმცირესობა ცხოველთა მოყვარულები უმცირესობას წარმოადგენენ. ესე იგი სახელმწიფოს არ ეშინია ნამდვილად ეგეთი რაღაცების გაკეთების, იმიტომ რომ იქ მცირე რაოდენობა ამოიღებს ხმას. და საბოლოო ჯამში გაუვა ეგ ყველაფერი. და პირდაპირ ვამბობ მე ამას და მიკი მოკიბის გარეშე რომ გაუვიდათ და სამწუხაროდ კიდევ გაუვათ და ერთია რომ მაგრად დავდგეთ და არ გავატანით, მაგრამ მეორეა რომ იმ ხალხთან დაყვება არ გამოვიდეთ, რომელსაც ცხოველები ზულთ. და იმ ხალხთან რომ ეგ არ გამოვიდეთ, ჩვენ უნდა ველაპარაკოთ. ჩვენ უნდა აუხსნათ და ჩვენი წელი პასუხისმგებლობა ავიღოთ, რომ ვიღაცა სიტყვაზე ბატონ თამაზ სიტყვაზე ვიძახი. მაინც თამაზი რატო?
ვიღაცა ბატონ გიორგის ძაღლი რო არ უყვარს, იმ გიორგის აუხსნათ რომ შენ არ გიყვარს ამიტომ, შენ უნდა გიყვარდეს ამიტომ და თუ არ გიყვარს ელემენტურად თავი მაინც დაანებე რა და იქ რო გაივლი და იმ ძაღლს რო არ მოსწევ ხარ, ამას თავისი მიზეზი აქვს და შენ შეგიძლია კონკრეტული მიდგომით დააბალანსო ეგ ყველაფერი. ცოტა შორს გავიჭერი, მაგრამ არა, ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად, იმიტომ რომ ერთი არის რომ არ გიყვარს, მაგრამ არ სიყვარული ხო არ ნიშნავს, რომ რაღაცა დაუზიანო და ანუ მის უფლებებზე არ იფიქრო ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა ჩვენი ყოველდღიურობა არის ერთი ქუჩაში გავლა და მართლა სამი მიუსაფარი ძაღლი მაინც გვხვდება და იმ ადამიანებისიც მესმის რაღაც მომენტში რომ ვიცნობ ადამიანებს რომლებსაც აი იმდანად ეშინიათ მიუსაფარი ძაღლების რომ აი ქუჩაში მათთვის სიარული ძალიან არაკომფორტული არის მაგრამ ისეც რო არ გამოგვივიდეს რომ აი ჩვენ რაღაც ფანატიკურად შეყვარებულები ვართ ძაღლებზე მაგრამ უბრალოდ ჰუმანური მიდგომა გამოვიჩინოთ პრობლემა რო არის ამას ვაღიარებთ როგორც ცხოველთა მოყვარულები და ისე ნეიტრალურად მყოფი პირები და ამ პრობლემას ჭირდება მოგვარება, თუმცა არა ისეთი მეთოდებით, როგორი მეთოდებითაც ვიხილეთ. იმიტომ რომ ხო, ეს არანაირ 21 საუკუნეში ასე არ უნდა ვეპყრობოდეთ მიუსაფარ ცხოველებს და სიცოცხლეს. ვეპყრობოდეთ საერთოდ. ანუ იმ ადამიანს, რომელსაც ეგ შვებას გვრის თუნდაც იმ პირობებში რომ პანიკურად ეშინიათ ცხოველის, ეგ თუ მისთვის შვებაა, თუ ეხლა ეგეთი ადამიანი მისმენთ, ადით ხალხო ფსიქიატრს გაესინჯათ, იმიტომ რომ მაგაში ჯანსაღი არაფერი არ არის. ეგ თქვენთვის შვება ვერ უნდა იყოს. სიცოცხლის მიმართ ეგეთი დამოკიდებულება რომ თქვენ გიხარიათ, პრობლემა გაქვთ, რა ვიცი, ჩემი აზრით. და ადამიანს, რომელსაც მაგ დროს რაღაცა სინანული შეგრძნება აქვს, რაღაც წყინს, რაღაცა ამ ყველაფერს უყურებს ასე ვთქვათ სევდიანად, ხო? და მისთვის სევდის საგანია. რას აკეთებს ეგეთი ადამიანი? იქნებ დროა, რომ ეგეთი ადამიანი დადგეს და თვითონ როგორ მოიქცეს მაგ სიტუაციაში, მაგაზე იფიქროს. უკაცრავად გავიგე რომ გეშინიათ, მაგრამ ესენი ბუები არ არიან? კი. ცხოველები არიან და იქნებ სადღაც თქვენი მიდგომა შესაძლებელი მაგ დროს. მე არ ვიძახი საჭმელი ატარონ, მე არ ვიძახი რომ თავზე ხელი გადაუსვან და არ ვიძახი რომ ცუგა უძახონ, მაგრამ ქუჩაში რომ ძაღლი გერჩით, ან უბრალოდ ძაღლი დგას და თქვენ გეშინიათ, მოდი რა. ხო, ანუ შეიძლება შიშით გაიარო და იმ ძაღლისთვის მსხვერპლი აღმოჩნდეს, სუნით უზრუნოს მაგ ყველაფერს, ხო? მაგრამ მაგ დროს რაღაცნაირად ბოლოს და ბოლოს ან ვიღაცა მწოდნეს კითხე, ან Google-ში ნახე, ან ChatGPT-ზე როგორ მოვიქცე მაგ დროს. არც ერთი ცივილიზებული პლატფორმა არ გეტყვით რომ წეხლი დაარტყით და მონიტორინგს დაურეკეთ რომ ძაღლი წაიყვანოს და დასახიჩერდნენ და რაღაცა. კონკრეტულ მიდგომას შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ ცივილიზებული სამყარო ასე ცხოვრობს. მარტივია. ძალიან მარტივია კი ბატონო. და ბოლო კითხვა ალბათ მექნება ჩვენ როგორც ინდივიდებმა რა იქნება ერთი ან რამდენიმე სწორი ნაბიჯი რომ ასე ვთქვათ ამ პრობლემის მოგვარებას ხელი შეუწყოთ. ჩვენი წილი პასუხისმგებლობაზე მოკლედ რო ვისაუბროთ. როგორც ცხოველთა მოყვარულები? როგორც ცხოველთა მოყვარულები. წეღარას თქვი, ველაპარაკოთ იმათ, ვისაც ცხოველი არ უყვარს და ინფორმაცია მივაწოდოთ. მე ამას ჩემი ვიდეოების საშუალებით ვცდილობ რომ გავაკეთო და ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ რეალურად, ჩემი დიდი პატივისცემა, იმიტომ რომ ძალიან ინფორმაციული არის თქვენი ვიდეოები და გირჩევთ რომ თქვენც აუცილებლად ნახოთ პატას ვიდეოები, როგორც ცხოველთა მოყვარულებმა, ასევე ადამიანებმა, ვინც ჯერ არ იცით რა მართლა ჯილდო არიან ესენი და რა ბედნიერებას წარმოადგენენ, აუცილებლად გაიცანით მათ ვიდეოებს. ანუ ეს რატო ახსენეთ ჩემი ვიდეოები, იცით? იმიტომ კი არა რომ რაღაცა კარგ საქმეს ვაკეთებ, ანუ ამის წარმოჩენება არ მინდა. უბრალოდ მთელი ჩემი ვიდეოები გათვლილი არის იმ ადამიანებზეც მათ შორის, ვისაც ცხოველი არ უყვარს, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობ რომ მარტივიანით ვისაუბრო, რომ ვიღაც რო სკროლავს და ავიცი ხა ქართულ TikTok-ზე რაც ხდება, ვიცით. ქართულ TikTok-ზე ეგეთ მარტივ რაღაცებს რო უგდებს, რაც დღეს ტრენდშია, სადაც მინდა რომ ამოუგდოს ჩემი ვიდეო და იმან დააფიქროს და მისიენით დავიწყო ამ ვიდეოში რაღაც კონკრეტულ თემაზე საუბარი. იმიტომ რომ ვიცი, ხა ყოველდღე ძალიან ბევრი შეტყობინება შემომდის და ვიცი ადამიანები ვინც არა მარტო ჩემი, იქ ბევრი სხვადასხვა კრეატორია, რომელიც მსგავს ვიდეოებს აკეთებს და ალბათ მათაც შემოდის შეტყობინებები, რომ ადამიანებმა ცხოველი აიყვანეს, ადამიანებმა რაღაცა სწორად ისწავლეს ამ არსებების მიმართ მიდგომა და ამ შემდეგ და მე ჩემ წილს ვაკეთებ აქ. ვიღაცამ თავის წილი უნდა გააკეთოს. შეიძლება ვიდეო ვერ ჩაწეროს, მაგრამ თქვენს ერთ მეზობელს ერთ ადამიანს რაღაცა ცნობიერება. რაღაცა რო უთხრათ და თუ მაგასაც არ გააკეთებთ, აი ამ აგრესიით რო არ დააზიანოთ, როგორც ბევრი აზიანებს.
ამაგრესით მაინც რო არ დააზიანოთ, კიდე ეგეც რაღაცნაირად ფონს გაგვიყვანა იმ ხალხს, ვისაც გვესმის ამათი პრობლემა რეალურად როგორ გვარდება საზოგადოებაში და რაღაც კანონების ფარგლებში. ძალიან დიდი მადლობა, მართლა შვენიერი საუბარი შედგა და ვისაუბრეთ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორი ბედნიერებები არიან ჩვენ ცხოვრებაში და ასევე როგორ დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენენ და აქვე მინდა ვთქვა, რომ ძაღლი ჩვენ არ გვირჩევს, ძაღლს ჩვენ ვირჩევთ და როგორც თქვენ თქვით, ძალიან კარგია რომ ეგ ფუფუნება ნამდვილად არ არის, ეს არის ჩვენი გაცნობიერებული გადაწყვეტილება და შესაბამისად ვინც მოიშინაურე, მასე საბოლოოდ და სამუდამოდ ვალდებული ხარო შენ იზრუნო და პასუხისმგებლობა აიღო. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა და ჩვენი ცუგებით ცოტა დაიღალნენ მგონი, მაგრამ ჩვენივრად იქცეოდნენ, ცოტა თავიდან იყო რაღაც გარკვეული დაძაბულობა, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ესე აი სიმღერასავით ჩამესმის იმის ხრინო. კი, ფოტინეს აქვს ცოტა სასუნთქი გზების. ეგეთი ცხვირი აქვს და რა თქმა ბევრს აქვს ეგ არ არის ამის ნაკლია. კი ბატონო და ძალიან ვისიამოვნე, მოკლედ დიდი მადლობა. თქვენ მადლობა მოწვევისთვის. გაიხარეთ. და ამ საკითხს რო შეეხეთ, ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა არის. ჩემს მაყურებელს კი ვეტყვი, რომ აუცილებლად გამოიწერეთ Nini Talks პოდკასტის არხი, დაალაიქეთ ვიდეო, გეტყვით, რომ ძალიან მახარებს თქვენი ჩართულობა და ეს ჩემთვის დიდი мотиваციის წყარო არის და თუ გსურთ, რომ უფრო მეტი საინტერესო ეპიზოდი და თემები შემოგთავაზოთ, აუცილებლად თქვენი მხარდაჭერა გამოხატეთ არხის გამოცერითა და ვიდეოებზე უკავშირის გამოხატვით. მე კი მომდენო ეპიზოდამდე გემშვიდობებით.